რაც შეეხება შემადგენლობებს, ვისარგებლებთ შემთხვევით და შემადგენლობებს მოგახსენებთ, ეხლავე პირველ რიგში წარვადგენ თბილისის ლოკომოტივს. ფულბეკი და კაპიტანი ნომერ 15 ბექა ციკლაური, 14 გიორგი ბიწაძე, 13 ზურა ძნელაძე, 12 გოდერძი ჭინჭარაული, 11 დიტო კალანდაძე, ნახევარდაცვის ხაზი 10 ნომერი გიორგი შკინინი, 9 შალვა დავითაშვილი, შერკინების პირველი ხაზი არჩილ ბეჟიაშვილი, ირაკლი კვანტრიშვილი, სოსო ბეკოშვილი, შესაბამისად 1 2 3 ნომრები ძიმა ცუხიშვილი 4 ნომერი, 5 ნომრად გუჯა ყუდუშაური, 6 ნომრად ლაშა ფოფხაძე, 7 ნომერი გივი ბერიშვილი გახლავთ შემოკარგებო და 8 ნომრად ბექა ბიწაძე. გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ბენდიაშვილი, მწვრთნელები დავით ჩავლეიშვილი და რეზო ჯაფარაშვილი. რაც შეეხება ლელოს არასენს 15 ნომერი ირაკლი კიასაშვილი, 14 სანდრო თოდუა, 13 გიორგი კალახაძე, 12 თორნიკე ცერცოძე, 11 ლექსო გუგავა, 9 და 10 ნომრები გიორგი კაჭარავა და ლაშა ხმალაძე, 9 ნომერი გიორგი კაჭარავა გუნდის კაპიტანია, პირველი ნომერი გიორგი სანიკიძე, 2 გიორგი ლოლთაძე, 3 შოთა მელიქიძე, 4 ზურაბ ხორბალაძე, 5 სანდრო ქოიავა, 6 ბაჩანა კოლელიშვილი, 7 დაჩი კოპაძე, ხოლო 8 ნომერზე ზვირად მაისურაძე, ძალზედ გამოცდილი მორაგბე, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გაქვს მას ლელო დადებული, გვემახსოვრება ყველას 2007 წელს. ნუ ის იმარჩი დაუმარცხდით, მაგრამ მაინც ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი სწორედ ეს იყო. საშთა შემოქმედებასაც მოგახსენებთ დღევანდელი დღიდან გამომდინარე მარშალი რაკასოვსკი უნდა ყოფილიყო მსაჯი, მაგრამ გადავიფიქრეთ ეს ხუმრობით რაც შეეხება სერიოზულად თავარი მსაჯი გახლავთ დევიდ ვილკინსონი ირლანდიიდან, შოთა თევზაძე და ნიკა ამაშუკელი მოეხმარებიან გვერდებზე და თორნიკე გვირჯიშვილი იქნება მეოთხე მსაჯი, მატჩის კომისარი იქნება გია ჯავახიშვილი, ყველა თბილისიდან. საკმაოდ სარაგბო გვარის მსაჯი ყავს. გამორჩეული. ნუ ინგლისელი არ არის, ირლანდიელია, მაგრამ იმ ჯონის მოგვარეა. გამოვიდნენ გუნდები მოედანზე. გეტყვით იმასაც, ვინც არ ახართ ღრმად ჩახედული საქმეში, რომ თეთრ მაისურებში და თეთრ ტრუსებში, შორტებში თბილისის ლოკომოტივი გახლავთ, ხოლო შავისა და წითელის კომბინირებულ მაისურებში და ტრუსებში გახლავთ მოქმედი ჩემპიონი თბილისის ლელო სარასენსი. ლელო, რომლის თავარი მწვრთნელიც არის ლევან მაისაშვილი და მიხეილ სუჯაშვილი. სანამ დრო გვაქვს ამ პაუზას შევავსეთ, იმითი რომ სათადარიგო შემადგენლობებსაც მოგახსენებთ თბილისის ლოკომოტივი. 16 ნომრად იქნება ბურდული, 17 ელოშვილი, 19 ბერაძე, 20 ნომერი ქავთარაძე, 21 კავთიძე, 22 ჟამუტაშვილი, 28 ნომრად ბალიაშვილი და 29 ნომრად დათო გასვიანი. დათო გასვიანი მე მგონი ყველაზე ბებერი უნდა იყოს თემურ ბენდიაშვილის ხელა თუ არა, და ახლოს არის. მაგრამ კიდე კაჟივით არის. ეხლა კი ეროვნული ჰიმნი. შეასრულა რა თქმა უნდა გივი ჭიჭინაძემ ყოფილმა მორაგბემ. ეს სიმღერა იმდენჯერ აქვს შესრულებული, მე მგონი გუდელს არ ექნება მამაო ჩვენო მაგდენჯერ ნათქვამი. მოგახსენებთ ლელოს სათადარიგოთა სკამსაც თუ ვინ არის შემადგენლობაში, 16 ნიკოლოზ მამისაშვილი, 18 ზურაბ ჯულაყიძე, 19 გიორგი ჭყოიძე, 20 ალექსანდრე მინდიაშვილი, 21 ოთარ ბარკალაია, 23 ნომრით იქნება ხეჩოიძე ალექსანდრე, 22 ლაშა კერვალიშვილი, ხოლო 24 ნომრით ძინარაშვილი ვახტანგი. ეხლა კი ყველაფერი იმაზე არის დამოკიდებული, რა სანახაობა შემოგთავაზებენ გუნდები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თეთრ მაისურებში და კომბინირებულ თეთრ ლურჯ მაისურებში გახლავთ თბილისის ლოკომოტივი, ხოლო მუქფერებში წითელი ზოლებით ლელო სარასენსი გახლავთ. ამას დაიწყებენ თბილისელებიო. გავაოცე მაყურებელი, ხო იცი შენ ნეტარ თუ ამოიცნობენ ვინ დაიწყებს თამაში. ლოკომოტივის მოთამაშეები ამას გააკეთებს ბექა ციკლაური გუნდის კაპიტანი.
კაპიტანი და უდაო ლიდერი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში წარადგზის უთამაშია მას. და ეხლაც ერთ-ერთ კანდიდატად ითვლება ეროვნული ნაკრებისას. დაკიდა პირველი ბურთი, გივი შეცდა ბურთს კი ლოკომოტივმა მოიგო ბურთი და შეტევაში გადავიდა. ძალიან საინტერესო იქნება დღევანდელი მატჩი იქიდან გამომდინარე არა მარტო მოთამაშეების, არამედ ტექნიკური სულების, რომელიც წვრთნელებს ევალებოდათ რომ მოეგონებინათ თამაშისთვის. დავითაშვილია ბურთთან. მორკინალებით უტევს ამასობაში ლოკომოტივი მეტოქის ნახევარზე უახლოვდებიან ნელ-ნელა 22 მეტრიან ზონას, უკან თამაში ეს არ გადავარდნია ბურთი წინ დავითაშვილს. ლავ მორკინალებით აი ახლა გავიდა შკინინი. რაკი წარმოიშვა კიდევ ერთი. ბერიშვილი დგას პირველ დამწყვლელად, სწორედ მას ათამაშებს. არა, მოკლეფთაზე გაიტანა დავითაშვილმა კალანდაძე, ფეხი თამაშობს, დაუფარეს მას და კიდეზე გადავიდა ბურთი, პირველი დერეფანი იქნება მატჩისა. მოეწყობიან ახლა გუნდები. ბურთთან არის ირაკლი კვანტიძე, ყვაჭი ლოკომოტივისა და მოილაპარაკა ახლა მან მორკინალებთან. მოედნის ცენტრის ხასთან ზუსტად. არდო კვანტიძემ ბურთი მოიგო ლოკომოტივმა. გაათამაშეს მარცხნიდან პირველივე შეტევა განახორციელა გივი ბერიშვილმა. მოლიდან გამოიტანეს სასწრაფოდ ლოკომოტივმა ბურთი და შემდეგ ბიცაზე ჩაერთო თამაში. მანაც მოახერხა რამოდენიმე მეტრზე წინ წადება და დავითაშვილმა ისევ მარჯვენა ფრთაზე გაათამაშა ბურთი აქ მარჯვენა ფრთაზე. გათამაშებულ ბურთს ძნელაძე აგრძელებდა, მაგრამ ლელო მიგდო უცებ ლომნილა და კოშეტევა წამოიწყო შეტევა ლომთაზე გახდა ბურთი. კაჭარავა, გუნდის კაპიტანი. ლელო უტევს საკუთარი ნახევრიდან უკვე ძალიან კარგადაც გაიჭრა ხაზი, დაჩი კოპაძე იყო ბურთით ოფლოუდი არ გამოვიდა, თუმცა ინარჩუნებენ ქოიავა, ფრთაზე გუგავა. წინ მიიწევს კვლავ, საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო დღევანდელი მატჩი, კვლავ კაჭარავაა ბურთთან. წერან მოგახსენებდით იმის თაობაზე, რომ ძალიან ეს ბიჭი ძალიან საინტერესო გიორგი ლომთაძემ ყავს ხედულობაში. უკვე მეორედ გაჭრა მატჩში ხაზი, მაგრამ უკან გადაუვარდა ბურთი ლაშაკ მალაძეს. ამით ისარგებლეს ლოკომოტივმა, რომელსაც ეთყობა გადაწყვეტილი აქვს, რომ ძალიან სწრაფად და წინ ჩახუროს მეტოქის და ისა შეტევის ხაზი და აცვალა კიდევ ბურთი და ამას მოყვა უკვე შეტევა მარჯვენა ფრთაზე გადავითარდა. გადასარევად შეტევა გიორგი ბიცაძე იყო. შეტევაში დაკიდა მაღალი ბურთი, მაღალი კი არა წინ წაიგდო ბურთი და მაგრამ ყიასაშვილმა მოახერხა ამ ძალიან ძნელი სიტუაციიდან თავის დაძვრენა. გადმუხტა მშვენივრად საკუთარი 22 მეტრიანიდან ფეხით მოიგერია მეტოქის ნახევარზე გადაიტანა ბურთი არადა იქ რომ შეებოჭა ბიცაძეს, ძალიან სახიფათო ეპიზოდი წარმოიქმნებოდა. თუმცა გითხრა ეხლა ძალიან მეკვირს რომ ირაკლი ყიასაშვილმა რამდენად რთული პოზიციიდან მოახერხა თავის დაძვრენა. ირაკლი ყიასაშვილი ფიზიკურად ძლიერი არ არის, მაგრამ როგორ კარგად ტექნიკურად ამოუძვრა ბოჭვიდან იქ ბიცაძეს. ამასობაში ბეკაციკლაურ დაზიანდა. მცირე ტრავმა ამას არ აქვს მნიშვნელობა, ლოკომოტივი ემზადება აუტის მოსაწოდებლად. ხელწერას რაც შეეხება ორივე გუნდისაც წეგან გეუბნებოდი რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც რომ რა საშინაო დავალება ექნება ან ერთ ან მეორე მწვრთნელს მომზადებული ამას ჩვენ თვითონ ნახავთ რამოდენიმე წუთში საკმაოდ უხეიროთ მოიგო ლოკომოტივმა აუტი, მაგრამ მაინც მოიგო. შაკო დავითაშვილმა დაკიდა მაღალი ბურთი და ამას ლოკომოტივი დაეუფლა, არა წინ გაუვარდათ ბურთი და საჯი დევიდ ვილკინსონი ჩაერთო თამაში მიუთითა შერკინებისკენ, მაგრამ შერკინება გახლავთ სწორედ ლოკომოტივის, ანუ წეგან წინ თამაში აღმოჩნდა ლელუს არასენზე. ძალიან საინტერესო პირველი შერკინება ლუკა, ხო? მატჩის პირველი შერკინება ლოკომოტივის ერთ-ერთი კოზირი გახლავთ სხვათა შორის ეს შერკინება. საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის ხარდაჭერისთვის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორია VTB ბანკი, ლუცახარში რატახტარი, კავკასუს ონლაინი, RMG Gold და საქართველოს რკინიგზა წარმოადგენენ სპონსორებს, ხოლო მედია პარტნიორია ტელეკომპანია TVS. ტელეკომპანია TVS მადლობას უხდის ყველაზე მაღალხარისხიანი ინტერნეტის პროვაიდერ საქართველოში კავკასუს ონლაინის ტექნიკური მხარდაჭერისათვის. ამას მადლობას უხდით.
What შორის სადებიუტო ეთერი გახლავთ TV სპორტი ძალიან საინტერესოა რომ რაგბი დაიწყეს. ამას რა თქმა უნდა მივესალმებით და დიდი იმედი გვაქვს რომ ასევე გაგრძელდება მომავალში. ლოკომოტივმა შეაგდო შერკინება, მაგრამ ვინვის დაძრავს. კარგად დადგა ლელოს შერკინება. საკმაოდ ბურთთან ბიწაძეა დავითაშვილს გადააწოდა ცალი ხელით იქო შებოჭა კაჭარავა. ბურთს მაინც ლოკომოტივი აკონტროლებს. გამოვარდა ბურთი ლოკომოტიველებს მოლიდან ამას დაეუფლა ლელო, მაგრამ იქვე დაჯარიმდნენ. ჯარიმა იქნება ცენტრში და დიდი ეჭვი მაქვს რომ კარებს დაარტყავენ. ციკლაურს გვინახავს ამაზე შორიდანაც გაუტანია. აქ მიწაზე თამაშისთვის დაჯარიმდა ლელო, არ გაუშვა შებოჭილ კაც ხელი. სწორედ დასარტყმელად ემზადება ახლა ციკლაური. თავსაბურავი მოიხსნა, ამით შეიძლება მიხვედრა რომ კარში ურტყავს. დიდი მნიშვნელობა აქვს, ეგან მოგახსენებდით იმას, რომ პირველ შერკინებაში ვინვის დაძლევს, აქ გარკვეული წელი ფსიქოლოგიური ზეწოლაც მიმდინარეობს, ფიზიკურზე რო აღარაფერი ვთქვათ, ერთმანეთს შორის ვინვის დაჩაგრავს და როგორ წარიმართება შეხვედრა, სწორედ აქედან გამომდინარე. შერკინებას რაც შეეხება, ჩემი პირადი აზრით გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული პირველობის სადღაც 70% თამაშების უკვე ნანახი მაქვს, ლოკომოტივის ერთ-ერთი ასე ვთქვათ კოზირი და აწყობილი თამაში შერკინებაზეა, სტატიკურ შერკინებაზე მაქვს ხედველობაში, ეს გუნდი ასევე ძალიან კარგად ახერხებს იმას, რომ მოკლე დარტყმებით რაქიდან, მოლიდან ახერხებს წინ წაწევას და იქ უკვე ჩათრევას მოწინააღმდეგესაც, რაც შეეხება ლელოს კოზირებს, აქ გეტყვით იმას, რომ ამასობაში მოიცა რძე. კალათბურთის ტერმინოლოგიით ვისარგებლოთ ჩემ ბავშვობაში ქართული სლენგი იყო მალაკო, არ მივიდა ბურთი კარებამდე. იმას მოგახსენებთ, რომ ლელოელების სავარაუდო კოზირი გახლავთ ძალიან სწრაფი გათამაშება მთელი მოედნის სიგანეზე, ეს ჩემზე უკეთესად ერთმა გუნდის მწვრთნელმაც და მეორე გუნდის მწვრთნელმაც იციან და თავისთავად მიღებულია გარკვეული წილი ზომები, მაგრამ ვინ ვის დაჩაგრავს და ვინ ჩაიგდებს სათამაშო ინიციატივას, ამას უკვე მომავალი გვაჩვენებს. საკუთარ ნახევარზე ამასობაში ლოკომოტივი შემოაწვდის დერეფანში, ბურთს კვლავ ირაკლი კვანტიძე იქნება. მცირე პაუზა აქვს, როგორც ხედავთ, ვილკინსონს მატჩის მთავარ არბიტრს ტექნიკური პრობლემები შეექმნა. ზოგადად ძალიან მძლავრი შერკინება ყავს ლოკომოტივს ტრადიციულად, ეს არ არის მხოლოდ ლევანდელ სეზონში და გივი ბერიშვილი და ბექა ბიწაძე ორი მორაგბე, რომელიც ნაკრებში თამაშობს, ამ გუნდის ლიდერია. კლავ იგივე პაუზა. ძალიან საინტერესო არის ისიც, რომ ლოკომოტიველებმა თავიანთ შემადგენლობაში ნახევარდაცვის ხაზი მაქვს ხედველობაში, უკვე შუა სეზონში გადაიყვანეს. ძალიან გამოცდილი მოთამაშეა გიორგი შკინინი, ეხლა მევადევნოთ თამაშს თვალყური და მე მოგახსენებთ ამის თაობაზე. კვანტიძე. აგდო შუაში, კარგად მოიგო მე მგონი. რომ მოიგო ბურთი, შკინინმა დაკოკა და რაკნეს და უკან გადაუვარდა ლოკომოტიველებს ბურთი, მაგრამ ბურთს თვითონ აკონტროლებენ და ციკლაურმა შორს გაგზავნა დარტყმით ბურთი. არიელი ადგილიც მონახა მოედანში, ეხლა ყიასაშვილი სავარაუდოდ კიდეზე დაარტყავს პირდაპირ მთელი ლელო, მასზე წინ დგას. ასეც მოიქცა, გადაიტანა მეტოქის ნახევარზე, ძალიან კარგად თამაშობს ფეხით ყიასაშვილი. კიდევ ერთი დერეფანი იქნება ახლა ლოკომოტივის ნახევარზე. ხელახლა იცდებიან ისინი შეტევის ორგანიზებას. სხვა რამე ინიციატივის აღებაზე ჯერჯერობით ნაადრევია ლაპარაკი, მაგრამ ტერიტორიულ უპირატესობას ჯერჯერობით ლოკომოტიველები ფლობენ. ლელომ რაღაც ვერ დაალაგა მოლში და რაკში თამაში. ბურთსაც უფრო ხშირად ლოკომოტივი აკონტროლებს, ლელოსთან შედარებით. ლელოს ერთი შანსი ჰქონდა, მხოლოდ მეტოქის ნახევარზე, როდესაც გიორგი კაჭარავას წინ გადაუვარდა ბურთი და იქ ვიხილეთ კიდეთ მატჩის პირველი შერკინება მეხუთე წუთზე დაახლოებით. ამასობაში ისევ კვანტიძე და სრულიად მოულოდნელ გივი ბერიშვილზე იქნა აგდებული ბურთი. ბეკოშვილი უტევდა, დავითაშვილი. ისევ კვლავ მორკინალებით კარგი იყო ახლა აქ მიძალება გუდუშაურის. ბერიშვილი, რომელიც გამორჩეულად აქტიური არის მთელი პირველი ტაიმის ყოველ შემთხვევაში მთელი 10 წუთის განმავლობაში და ამას მოყვა რა? მოყვა ის, რომ ლელოს არასენსი დაჯარიმდა. აქ თუ არ ვწდები ბაჭიკოლელიშვილს მოუხმო მსაჯმა ამჯერად ალბათ სიტყვერი გაფრთხილებით დაკმაყოფილდება, რაც მომავალში შეიძლება ჯიბეშხელის ჩაყუფით დასრულდეს. ეს იყო მხრით ბოჭვა, მსაჯმა ჟესტით ანახა, ანუ ხელი არ მოუხვევია კოლელიშვილს, ისე გააკეთა ბოჭვა, სწორედ ამის გამო დაჯარიმდა იგი. კვლავ მივა ბურთთან ბექა ციკლაური და მეორე ცდით შეეცდება ანგარიში გახსნას, წინ გაიყვანოს ლოკომოტივი.
ვილკინსონის საჯობის მანერიდან გამომდინარე, როგორც ეთყობა, ის არანაირ დათმობაზე და არაფერზე თვალს არ დახუჭავს. არიან საჯები, რომელიც აძლევენ გუნდებს თამაშის საშუალებას. აი ხა თქვენ ხედავთ გამეორებაზე კადრს, როდესაც გაჯარიმდა ლელოს არასენზე, გივი ისევ ბერიშვილის შეტევაში, ერთ-ერთი გამორჩეული ყოველ შემთხვევაში პირველი 7-8 წუთის განმავლობაში ლოკომოტიველთან მხრიდან. ამასობაში ბექაწიკლაურმა ჩაისუნთქა, დაუმისნა და ემზადება დასარტყმელად. ამჯერადაც ამ წეგან ვერ მიაწვდინა, ახლა 10 დინა სიზუსტე მომტყუნა ბექაწიკლაურს. ეს ნერვებიც არის, ეს რო ფინალი არ ყოფილიყო, პირველი დარტყმაც უკეთესი იქნებოდა და ნუ ამას უკვე ნამდვილად გაიტანდა. აბსოლუტურად გათანხმები ლუკა, იმიტომ რომ ამ კაცის ანგარიშზე მოდის თუ არ ვწდები, სადღაც 40-45% მთელი მოგროვილი ყულების თბილისის ლოკომოტივისა. 164 ქულა ამის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში მე-4 ადგილზე არის იგი საუკეთესო მეკულეთა შორის. ბექაბიცაძეს უნდოდა რომ პირველი დარტყმული ბურთი ჰაერში მოეპოვებინა, გაუვარდა წინ ბურთი და ამას მოყვა ის რომ შერკინება დაინიშნება, ეს უკვე მეორე შერკინება გახლავთ დღევანდელ მატჩში, ამჯერად უკვე ლელოს არასენსის სასარგებლოდ. ლელოს ნახევარზეა ბურთი, მიუხედავად იმისა რომ ისინი შეაგორებენ სწორედ შერკინებაში ბურთს, ვერ ახერხებენ მეტოქის ნახევარზე გადასვლას და რაღაც შეტევის ორგანიზებას აზრიანის ბურთიც არ ქონიათ მათ ფაქტიურად. არა და გეტყვით იმას რომ ნახევარდაცვა ძალიან გამოცდილი და ძალიან მაღალხარისხოვანი ყავთ. ლელოს არასენს ლაშა ხმალაძე და გიორგი კაჭარავა ექს ბორჯღალოსანი გახლავთ. რაც შეეხება ლაშა ხმალაძეს მოგეხსენებათ რომ ის ძირითადი გამთამაშებელი არის ეროვნული ნაკრების. ანუ გიორგი კაჭარავა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტექნიკური 9 ნომერია ზოგადად შიდა ჩემპიონატში, მოცემულ მომენტშიც. კლავ მორიგი შერკინება, რომელიც ვერ დადგა პირველი ხაზზე მიწაზეა, თუმცა მსაჯი აძლევს, როგორც ხედავთ, თამაშის საშუალებას გუნდებს. მაისურაძე, კაჭარავა, ხმალაძე, შემდეგ აკრიფას ისწრაფე, ახლოში გადააწოდა ბურთი, შემდეგ უკვე ცერცვაძეს, რომელმაც წინ წაიწია კლავ კაჭარავა და წინ გადაუვარდა კიდევ ბურთი დავითაშვილი ბურთით. ამჯერად უკვე ლოკომოტიველები დაჯარიმდნენ. ამჯერად უკვე ლელოს მიეცემა საშუალება იმისი, რომ კარებს მოუსინჯოს კბილი. ვინ და ირაკლი ყიასაშვილი რომ მოემზადება დასარტყმელად, იმ შემთხვევაში თუ კარებში დაარტყავენ. არა ვარ დარწმუნებული რომ ნამდვილად ესე მოხდება. ლაშა ხმალაძე გახლავთ ამ წუთისთვის ბურთთან. სულაც არ არის გამორიცხული აუჩი გადაიტანონ, იმიტომ რომ დისტანცია საკმაოდზე მეტად სოლიდურია. აქ გიორგი ტალახაძეს 13 ნომერს ლელოსი მცირე ტრავმა აქვს. არა, კიდეზე გადააქვს ხმალაძეა ბურთთან აშკარად. დაჩი კოპაძე 7 ნომერი. ჯერჯერობით სტატიკას თავის სტატიკურ აუც და შერკინებას ერთის და მეორე გუნდიც აკონტროლებს ჯერჯერობით. თუმცა ავად თუ კარგად. შერკინებაში რეალური დაპირისპირება, სწორედ ამ ავადზე, რეალური დაპირისპირება რაც გვინახავს პრაქტიკულად ორივე შერკინებაში, ორივე გუნდის პირველი ხაზი პირდაპირ მიწისკენ წავიდა, უბრალოდ საჯმა მისცა მათ თამაშის საშუალება, რადგან ბურთი გასული იყო უკვე 8 ნომერთან თუ არა, მეორე ხაზს უკან მაინც. ვერც იმას დავარქვათ, მაინდა-მაინც კარგ მოგებას, როდესაც წეგან რამოდენიმე წუთის წინ ლოკომოტივმა ააგდო აუჩი ბურთი და იქ საკმაოდ არასინქრონული ის იყო, მოძრაობა იყო დერეფანში. ეხლა კი ლელო ემზადება ბურთის შემოსაგდებად გიორგი ლომთაძე. მოკლე დერეფანი დააყენა ლელო, ააგდეს ბაჩანა კოლერიშვილზე, სუფთადაც მოიგეს და მოლი დააყენეს. აკონტროლებს ბურთს ზვიად მაისურაძე. მოლის კუდში ლომთაძე ეხმარება მას. დატრიალდა. ზვიად ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მორაგვი არის, ვინც კი არის ახლა ამ წუთისთვის მოედანზე. დაატრიალეს ის მოლი გადავიდა რაგში თამაში. კაჭარავა ბურთთან. არტყმევინა მეორე ხაზელებს ქოიავა და ხორბალაძე. რაც უკვე ხელია გაშვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ლელოელების იქნება უპირატესობა, ანუ ჯარიმის უპირატესობა, ამიტომ ლელოელები უფრო თამამად ათამაშებენ ბურთს. ხმალაძე მარცხენა ფრთაზე გაათამაშა ბურთი და ირაკლი ყიასაშვილი ჩაერთო გადავაში, რასაც პირველი ლელო მოყვა საფრთხოთოასი. გადასარევად მოახერხა ლელომ გაეთამაშებინა მარცხენა ფრთაზე პირველივე შეტევა, როდესაც კი მიეცა ამის საშუალება და დასასრულიც ისეთი იყო, როგორც ჰქონდა ჩამფიქრებული. ამჯერად 5-0 დაწინაურდა მოქმედი ჩემპიონი თბილისის ლელოს არასენსი. იმის დროც კი ჰქონდა თოდუას, რომ ოდნავ შიგნით შეერბინა და კარებთან ახლოს დაემიწებინა ბურთი, რათა ყიასაშვილისთვის გაეადვილებინა საქმე, რაზეც შენ საუბრობდი ნიაზ.
ძალიან კარგი უკანახაზი ყავს ლელოს და ის სწრაფად გათამაშების ხარჯზე აჯობეს ახლა სწორედ ლოკომოტივს. მანამდე მორკინალებსაც ნუ დაუკარგავთ იმ რამდენიმე ფაზას, რომლითაც ჩაითრიეს. და რიცხობრივი უპირატესობა საშუალება მისცეს თავის გუნდელებს, რომ რიცხობრივი უპირატესობა შეექმნათ მარცხენა ფრთაზე. რა თქმა უნდა. და იქ დროული გადაცემებია კიდე აღსანიშნავი ვლაშა ხმალაძის და შემდეგ უკვე ირაკლი ყიასაშვილის, რომელსაც ახლა არ ამგონია რომ გაუჭირდეს ამ ბურთის გატანა, იმდენად კარგი სიტუაცია შეუქმნა სანდრო ტოდუა. ესეც მოხდა 7-0 დაწინაურდა თბილისის ლელოს არასენსი. ეს ყველაფერი მოხდა თამაშის მე-15 წუთისთვის, პირველივე გადასვლა იმათ მოედანზე, მოწინააღმდეგის მოედანზე რითი დასრულდა თქვენ თვითონაც ნახეთ. თამაში უფრო საინტერესო გახდება დარწმუნებული ვარ. ნახოთ რა მოხდება მომავალში. ეხლა კი ბეკა ციკლაურს მოუწევს ცენტრიდან თამაშის დაწყება, განახლება. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ახალგაზრდული კოლექტივია ლელოში შეკრებილი, საკმაოდ ბევრი გამოცდილი მორაგბე წავთ მათ. იგივე ზვიად მაისურაძე ვახსენეთ, ჩვენ ყიასაშვილიც უკვე გამეორებაზე ვხედავთ, ლელოს ყიასაშვილიც უკვე გამოცდილ მორაგბეთ ითვლება. აი თუ კი ვინმე არის გამოსული ლექსო გუგავა გახლავთ, რომელიც ეხლა დაეუფლა ბურთს. დაიტოვა ლელოელებმა ბურთი უკანა ხაზში გადააწოდეს ლაშა ხმალაძეს და ლაშამ საკმაოდ ბანალური გადაწყვეტილება მიიღო და აუჩი გადაიტანა ბურთი. ბანალური და გამართლებული სამ შემთხვევაში. საუბრობდით იმაზე, რომ ფინალებში თამაშის განსაკუთრებით დიდი გამოცდილება აქვს ლელოს ამ კოლექტივს. ორი ფინალი აქვს მათ მოგებული უკვე 2013 და 2014 წლებში და ლოკომოტივთან შედარებით უფრო ჩანს, რომ დაალაგებულად თამაშობენ, ნაკლებად ნერვიულობენ, რაც იმაში გამოიხატა, რომ გადავიდნენ თუ არა მეტოქის ნახევარზე პრაქტიკულად პირველივე შეტევაზე ქულები გააკეთეს. თან ნუ ლელო გარდასახული, მაქსიმუმი ქულებისაც ამოიღეს, რაც შეიძლებოდა, რომ გაკეთებულიყო. ვანტიძე მაგდო ბურთი, ისევ გივიბერიშვილი დაეუფლა ბურთს. გივიბერიშვილი იშვიათი მხტომელი გახლავთ. საერთოდ მხტომელად არ ითვლება ამასობაში, ჯვარზე შეიტანეს ბურთი ლოკომოტიველებმა, გავიდნენ წინ რამოდენიმე მეტრი და გაუვარდათ ბურთი წინ. ეს იმას ნიშნავს, რომ შერკინება იმ შემთხვევაში, როდესაც გაჩერდება თამაში, იქნება ლელოს არასენსის სასარგებლოდ, მაგრამ ისინი სარგებლობენ ამ შემთხვევით და აგრძელებენ შეტევას კაჭარავა ბურთით. გადააწოდა ხმალაძეს, ხმალაძე შებრუნდა და ფეხით ითამაშა, კვლავ მეტოქის ნახევრისკენ დაარტყა, არა და კაიერიში ქონდა იქ ლოკომოტივს, კარგად შევიდა ჭინჭარაული. ბეკამ თვითონ წამოიღო შეტევა. ნუ არც თუ ისე ცუდად ამოიტანა ამ სიტუაციისთვის ბურთი, ისე მისი პარტნიორები, რომლებიც უკან იყვნენ, ცოტა რო განძრეული იყვნენ, მაგრამ არც თუ ისე ცუდად კი არა, ძალიან ცუდად გამოვიდა საბოლოოდ, იმიტომ რომ ციკლაურს არავინ არ მიეხმარა იმ მომენტში ბურთი რო გამოიტანა, ბურთი ჩაიხურა და დაჯარიმდნენ. მეეჭვება რომ ამ ბურთს აუჩი გადაიტანენ ლელოელები. თითქმის ჯერა კი აჩვენეს კიდევაც ეხლა მსაჯს რომ უпростоროდ საჯმე მიანიშნა კარებისკენ რომ ამ ბურთს კარებში დაარტყავენ. იქ კარგად ითამაშა ბაჩანა კოლელიშვილი, გააკეთა ის, რასაც ნებისმიერი კარგი მესამე ხაზელი გააკეთებდა, დაინახა რომ 15 ნომერი იყო მარტო, შებოჭეს იგი და ჩაჯდა პირდაპირ ბურთზე. შემდეგ უკვე ბეკა ციკლაურმა აღარ გაუშვა ბურთს ხელი, რის გამოც დაჯარიმდა. მორკინალებმა დააგვიანეს ამ შემთხვევაში გადაყრაზე მისვლა ლოკომოტივისა. ხო აი ჩემთვის გაუგებარი იყო ის მომენტი რა უკანა ხაზში როდესაც ბეხამ შეტევა წამოიწყო მას ყავდა პარტნიორები მარცხნიდან შეეძლო გაეგზელებინა შეტევა და მარჯვნითაც ორი პარტნიორი ყავდა ნუ ის გაჩერებული აბსოლუტურად სტატიკაში როგორც დარჩნენ როგორც კი მიიღო ბეკა ციკლაურმა ბურთი ისევე დარჩნენ მას მერე რაც 15 მეტრი წამოიღო ნუ დაისწრნენ თავისთავად ამისთვის აქ მეორე რძე ხმარობ საკალათბურთო ტერმინოლოგიას, მალაკოს უძახდნენ სლენგზე. ჩემ ახალგაზრდობაში. ვაუ, ამჯერად უკვე ყიასაშვილმა ვერ მიაწვდინა. დაახლოებით 40 მეტრიდან კარებს. თუმცა მეტოქის ნახევარზე ლელოს დერეფანი იქნება და შეტევის კიდევ ერთი შანსი ექნებათ მათ. საინტერესოა ვიზია აგდებენ. ბურთთან არის გიორგი ომთაძე. იგი საკმაოდ აქტიურია, როდესაც ბურთით არის ლელო. ერთ-ერთი საუკეთესო მელელოვია მთელი ჩემპიონატის. აგდეს ბურთი ლელოელებმა, მაგრამ მოგების რა მოგახსენოთ, გიორგი შკინინი დაეუფლა ბურთს, გიორგი თვითონ უტევს, რაგში გადავიდა თამაში, ლოკომოტივი აკონტროლებს ბურთს, დავითაშვილმა მარჯვენა ფრთაზე გადაიტანა თამაში და თამაში ჩაერთო ბეჟიაშვილი. ისე მარჯვენა ფრთა კი ამჯერადაც მარჯვენა ფრთა ოღონდ ამჯერად უკვე ძალიან მაღალი ბურთის დაკიდება უნდა და ბეკა ციკლაურს მართალია მაღალი ბურთი კი დაკიდა მაგრამ ამ ბურთს
საკმაოდ ახლოში იყო დაკიდებული და დაეუფლნენ ლელოელები, ლელოელებმა სცადეს მარცხენა ფრთაზე ამის გათამაშება, მაგრამ აქ აბსოლუტურად უადგილოდ ჩაერთო ზურაბნელაძე თამაში, დაარღვია თამაშგარის წესი და კიდე მიეცემათ უკვე ლელოელებს საშუალება იმის, ან ანგარიში გაზარდო, ყოველ შემთხვევაში ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, ან აუჩი გადაიტანონ ბურთი და გაიმეორონ ის, რაც გააკეთეს პირველ ნახევარში. პირველ ნაწილში რამოდენიმე წუთის წინ. საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობს თამაში, მიუხედავად იმისა, რომ წუნი არის აშკარად, წინ დავარდნებით ვნახეთ ჩვენ, მაინც მაღალი ტემპია თამაშისა და საჯი საკმაოდ დაღლილი იყო უკვე წინ და უკან სირბილით. დაარტყა ხმალაძემ და იდეალურად გადაიტანა ამ შემთხვევაში 5 მეტრიანი დერეფანი შეტევითი ლელოს. ხო, აი აქ უკვე თავის დაცვა ძალიან გაუჭირდებათ ლოკომოტიველებს. ძალიან გაუჭირდებათ. წერა ლუკა მოგახსენებდათ იმის თაობაზე, რომ 2013 და 14 წლის ჩემპიონი გახლავთ ლელო, ეს ყველაფერი ესე გახლავთ, მაგრამ 2014 წლის მეორე ნახევრიდან საქართველოში დაინერგა უკვე ჩემპიონატის საქართველოს ჩემპიონატის ახალი სისტემა, ამიტომ არის რომ ამ ჩემპიონატს ეწოდება 25-ე ჩემპიონატს, ეწოდება 2014-15 წლების ჩემპიონატი. რატო და რისთვის ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ ამასობაში ლელოელებმა მოახერხეს და აუჭი მოიგეს ბურთი, შეკრეს მოლი და უახლოვდებიან ჩათვლის მოედანს, ჩათვლის მოედანამდე რჩება სულ რამოდენიმე მეტრი, უკვე ჩათვლის მოედანში არიან და უკვე დაასრულეს კიდევაც სანამ თქვენ გიყვებოთ ამის შესახებ. ლელოელებმა და ისინი უკვე საკმაოდ სოლიდურად დაწინაურდნენ თამაში მინიმუმ ეხლა გახლავთ 12-0 და კიდე შანსი იმისი რომ 14-მდე გაზარდონ ანგარიში. კლასიკურად იყო შესრულებული ყველაფერი. ბაჩანა კოლელიშვილი ლელოს ავტორი, თუმცა მარტო მას ნამდვილად ვერ მივაწერთ. მთელი ეპიზოდი აქ დავიწყოთ, როდესაც კვაჭმა გიორგი ლომთაძემ ააგდო, ბურთი იდეალურად იყო შესრულებული, შეიკრა შემდეგ უკვე მოლი და ერთი მძლავრი მიწოლით პრაქტიკულად გადავიდნენ ლელოში. აი გამეორებაზე ხედავთ თქვენ ამ ეპიზოდს, დაჩი კოპაძე, მან შეკრა სწორედ ახლა ეს მოლი ქოიავასთან ერთად. და ბურთი დაამიწა შემდეგ უკვე ბაჩანა კოლელიშვილმა. იდეალურად იყო ყველაფერი ლუკა შესრულებული, აბსოლუტურად გეთანხმები იმ გამონათქვამში, რაც ეხლა შენ თქვი და რა შეფასებაც მიეცი ამ ლელოს. კლასიკური ლელო იყო. და თან ორივენაირად ვიხილეთ ჩვენ ლელოს მიერ შესრულებული ლელოები. პირველი ხაზით ჩაათამაშეს შვერივად და კიდეზე დადო სანდროთოდუამ, ახლა უკვე ძალისმიერი ლელოც ვნახეთ. რასაც ირაკლი ყიასაშვილმა რეალიზაციაც მიაკვლო და ანგარიში გახდა 14-0. ეს უკვე საკმაოდ სერიოზული ფორა. მიმდინარეობს თამაში სულ რაღაც მე-20 23 წუთი ზუსტ ვერ მოგახსენებთ ამას მოგახსენებათ რომ საჯი აკონტროლებს ამ დროს. რაც შეეხება ანგარიშს კი 14-0-ია ლელოს არასენსის სასარგებლოდ. ლოკომოტივი უტევს მეტოქს ნახევარზე თამაშის განახლების მერე მათ ჩაიგდეს ბურთი ხელში. მარჯვნივ მოახერხეს ლოკომოტიველებმა ბურთის გამოტანა და ბიწაძე იყო ბექა ამჯერად ორი ბიწაძე გახლავთ მოედანზე. გიორგი და ბექა ბიცაძე უტევდა გიორგი შკინინმა მოახერხა და გაარღვია დაცვის ხაზი ლელოელების. დაიტოვა კიდევაც ბურთი. დავითაშვილი მარცხენა ფრთას აირჩევს, ალბათ ძიმე არტილერია ჩაერთო ლოკომოტივის სოსო ბეკოშვილი უტევდა, წაიწია რამოდენიმე მეტრი წინ, კიდე მარცხენა ფრთა ამჯერად ბიცაძე იყო. ცდილობენ რომ მარცხენა ფრთაზე მოიპოვონ უპირატესობა ლოკომოტივის, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან კარგია ლელოელების დაცვა, არა მარტო ჯერჯერობით, გაგრძელებაშის ვერსიაში ძალიან კარგი იყო და ლევსონ გუგავამ მის მერე რაც ლოკომოტივს წინ გადაუვარდა ბურთი ფეხით მოიგერია ბურთი, რაც იმას ნიშნავს რომ წინასწარ ირლანდიელი მსაჯის დევიდ ვილკინსონის მიერ გაშვერილი მარჯვნივ ხელი შერკინება, ანუ ლელოელების დაბრუნდება ლელოთა სასარგებლოდ. ვინაიდან პირდაპირ კიდეზე გადავიდა დარტყმული ლექსო გუგავასი, ამ შემთხვევაში იქნებოდა ლოკომოტივის დერეფანი თან 22 მეტრიან ზონასთან ახლოს, რასაც რა თქმა უნდა უპირატესობას ვერ დავარქმევთ ვერანაირად, დაუბრუნა მსაჯმა უპირატესობა, ლელო შეაგორებს ბურთს შერკინებაში. და კარგი იერიში იყო ახლა ლოკომოტივის შესრულებით, თუმცა კვლავ ეს ტექნიკური წუნი, როდესაც ბურთი წინ გადაუვარდა 12 ნომერს გოდერდი ჯინჭარაულს ბექა ციკლაურის პასის შემდეგ და კვლავ ასე დასრულდა უკულოდ. ერთი ეს ლუკა და მეორე მომენტი კიდე ის იყო რომ ყველაფერი ძალიან ნელ ტემპში მიმდინარეობდა მემხედველობაში, მაგრამ რაკიდან და მოლიდან გამოდიოდა ძალიან ნელა ბურთი. რაც საშუალებას აწვდიდა დაცვის ხაზს გაეკონტროლებინა უკვე შეტევა. ამასობაში მოხდა ის რომ ლოკომოტივი დაჯარიმდა შერკინებაში. რაც მათთვის ძალიან ცუდის ნიშანია, ის კომპონენტი რომელშიც უნდა კონდეთ წესით ლელოსთან უპირატესობა თან საგრძნობი უპირატესობა, ამ კომპონენტშიც კი ისინი მარცხდებიან მატჩის პირველ 20 წუთში
ჩვენ ვამბობდით იმას, რომ პირველი 12-14 წუთის განმავლობაში ლოკომოტივს ჰქონდა ტერიტორიული უპირატესობა მაინც, მაგრამ ამ ტერიტორიული უპირატესობამ მოიგეს ის, რომ ორჯერ შეეძლოთ ანგარიშის გახსნა საკმაოდ შორი მანძილიდან მართალია, მაგრამ მაინც შეეძლოთ ჯარიმის საშუალებით და ვერ გამოიყენეს. სამაგეროდ მიიღეს ის, რომ ორი ლელოს შეტევა კლასიკურ სტილში განვითარდა ერთის და მეორეს და ანგარიშის ტაბლოზე გახლავთ 14-0. აქ ხმალაძემ დაუშვა შეცდომა მანძილს გამოეკიდა ჟარგონის რო თქვა და კიდეზე ვერ გადაიტანა ბურთი, თუმცა შემდეგ ბეკატი კლაურმა დააბრუნა და მაინც მეტოქის ნახევარზე ექნება დერეფანი ლელოს შეტევითი დერეფანი გიორგი ლომთაძე ბურთთან. ერთი დერეფანი დაკარგა უკვე ლელომ, უფრო ყურადღებით მართებთ მათ თამაში. გიორგი ლომთაძე ემზადება ახლა აუჩი ბურთი შემოასაგდება, შემოაგდეს მეოთხე კაცზე და ძალიან კარგი იყო ზურა ხორბალაძე, რომელმაც მოიგო ეს ბურთი. ლაშა ხმალაძეს გადააწოდეს ბურთი საბოლოოდ ზვიად მაისურაძე უტევს და თანაც როგორ უტევს, რამოდენიმე მეტრი წაიწია წინ, გამოიტანა კაჭარავა ბურთი მარჯვენა ფრთაზე მოინდომა ბურთის გათამაშება, ბურთი კი გაათამაშა მარჯვენა ფრთაზე, მაგრამ ცოტა პასი ვერ იყო ხეირიანი და უკან მოუწია უკვე ამ ბურთის მიღება ირაკლი ყიასაშვილს, რამაც დააკარგვინა ფაქტიურად შეტევას ტემპი, მაგრამ მოხდა ის, რომ ლოკომოტიველები კვლავ დაჯარიმდნენ თამაშგარე მდგომარეობაში არიან. მე თამაშის დასაწყისში გეუბნებოდით იმის თაობაზე, რომ ლოკომოტიველები ცდილობენ ჯარიმის ზღვარზე ძალიან სწრაფად დახურონ ლელოელების ხაზი. აი სწორედ ეს და რითი დამთავრდა ახლა თქვენ თვითონაც გადასარევად ნახეთ, როდესაც ჯერ კიდე ბურთი არ იყო გამოტანილი, რაკიდან დაარღვია და ადრე დაიწყეს მოძრაობა და დაჯარიმდნენ. ირაკლი ყიასაშვილი შეეცდება კიდევ უფრო გაძარდოს სხვაობა ანგარიში 14-0 იგებს ლელო, 17-0 უკვე საკმაოდ სოლიდური ანგარიშია, შეიძლება ითქვას, რომ თუ კი ყიასაშვილი ამ ჯარიმასაც ზუსტად შეასრულებს და გაიტანს, ლოკომოტივს ძალიან გაუჭირდება დღევანდელ მატჩში დაბრუნება. ირაკლი ყიასაშვილი თქვენს ეკრანებზე. თუმცა იმედს არ ვკარგავთ, რომ ბოლოს და ბოლოს შეიძლება გამოფხიზდეს ლოკომოტივი, გამოფხიზლებით კარგი ხანია გამოფხიზდებულები არიან, მაგრამ ეს ყველაფერი ყულებში გადაზარდონ. ამჯერად ირაკლი ყიასაშვილი. ირაკლი ამას თუ გაიტანს, ნახოთ დაარტყა, გაიტანა. გადასარევად იქნა ყველაფერი შესრულებული. გაიტანა და 17-0 იმის თქმას ვცდილობდი, რომ ამას თუ გაიტანს, საუკეთესო მექულეთა შორის მეორე ადგილზე გადავათქო, ბახვა კობახიძეს გადაასწრო მან, რომელსაც 180 ქულა ჰქონდა, 182 ქულა იქნება ახლა ირაკლი ყიასაშვილის ანგარიშზე, თუ იმ გარდასახვასაც მივათვლით და უნდა მივათვალოთ კიდეც, რა თქმა უნდა, ციკლაურმა შეიყვანა კვლავ ბურთი თამაში. და ისევ გივიბერიშვილი იბრძვის ფაქტიურად მარტო ამ პირველ დაკიდებულ ბურთზე, მაგრამ ხორბალაძე დაეუფლა, ზურა ხორბალაძე დაეუფლა ამ ბურთს, რაკში გადავიდა თამაში და რაკიდან გამოტანილი ბურთს ლაშა ხმალაძე დაეუფლა, რომელმაც უკანა ხაზში გადაიტანა ლოკომოტივის თამაში. ბექა ციკლაური ხელით ცდილობს ბურთის ამოღებას, მოახერხა რამოდენიმე მეტრის ბურთის ამოწევა დავითაშვილმა მარცხივ განავითარა შეტევა და რა ისევ ნელი ტემპი, ისევ ლელო ახერხებს დაცვის ორგანიზებას, როგორც მარცხნივ, ისე მარჯვნივ და უკვე უწევთ თავიდან ყველაფრის დაწყება. ზურამ ფეხით გადაიკიდა ბურთი, მაღალ ბურთს დაეუფლა სანდრო თოდუა. გადასარევი იყო ამ ეპიზოდში სანდრო თოდუა, თუ დაიტოვებდა ბურთს, მაგრამ ვერ დაიტოვა. დავითაშვილი თვითონ ინდივიდუალურად გადაწყვიტა, შეეტია, რაკში გადავიდა თამაში. გადავიდა რაკში თამაში, კარგი იყო კოლელიშვილი, მოახერხა და მოიგო ეს ბურთი და ახლა უკვე უტევს შოთა მელიქიძე. ლელო აკონტროლებს ბურთს, გიორგი კაჭარავა აქეთ მეტნი არიან ლელოელები, კარგი გადაჭრემა გააკეთა ლომთაძე, თუმცა არა. ტექნიკური ბრაკი, რომელმაც წყალში გადაყარა ის კონტრშეტევა, ხო წარმოგიდგენია რა ყველა უპირატესობა ჰქონდა ახლა ლელოს არასენს მარცხენა ფრთაზე. თითქმის 3 ადამიანით მეტნი იყვნენ, აქ რიცხობრივი უპირატესობის გათამაშება შეიძლებოდა ერთ ანგარიშზე. წინა ეპიზოდში კარგი იყო ძნელაძე, ფეხით რო გადაიკიდა, შემდეგ ხელიდან გამოართვა პრაქტიკულად სანდრო თოდუას ბურთი, თუმცა ვერაუბეს მხარი თანაგუნდელებმა, იქვე დასრულდა ის ეპიზოდი, შემდეგ უკვე როდესაც ბაჩანა კოლეშუმა რაკში აჯობა მოწინააღმდეგეს. მე როგორი შთაბეჭდილება მჩება, იცი რომ ლოკომოტიველები ცოტა უფრო აგრძელებენ რაკიდან და მოლიდან დარტყმის წერტილს. ისინი ადრე წინა თამაშებში ყოველ შემთხვევაში ეხლა კარგი არიან ლოკომოტიველები, ჩაიგდეს ბურთი ხელში,
ბერიშვილი აკონტროლებს ბურს, უახლოვდებიან ლელოს ჩათვლის მოედანს. ეს ყველაფერი დაიწყო წეგან 1.15 მეტრით უკან, ისინი უკვე 5 მეტრიან ზოლას უახლოვდებიან. ისევ ლოკომოტიველების კონტროლის ქვეშ გახლავთ ბურთი. საჭმა გაიშვირა უკვე ხელი ლოკომოტიველთა სასარგებლოდ რა მოყვება ამ ეპიზოდს. დავითაშვილი ხაზზე გაიტანა შკინინი გძელი გადაცემა არც თუ ისე კარგი ძნელაძემ ფეხით მიიღო და წინ გადაუგდალდა საბოლოო ჯამში ბურთი დევიდ ვილკინსონს აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა რომ ის უპირატესობა დაუბრუნოს ჯარიმის ლოკომოტივს ნახოთ ახლა რა კარში დარყმას აზრი არ აქვს ბიწაძემ სწრაფადვე გაათამაშა და თავადვე მიეძალა ჩათვლის მოედანთან უკვე ძალიან ახლოს არიან და რა მოყვება ამას ყველაფერს მე მგონი ლელოში დაასრულეს არაჯერ კიდე ლოკომოტიველები აგზელებენ შეტევას ეს ყველაფერი ხდება ლელოდან რამოდენიმე მეტრში 2-3 მეტრში ლოკომოტივმა კიდე ერთი დარტყმა მარჯვენა ფრთაზე მიიტანა და უკვე ფაქტიურად ამოწურა მარჯვენა ფრთა მარცხენა ფრთაზე გაათამაშებენ ბოლო-ბოლო ბურთს ზათარი უკვე მძიმე артиლერია ჩაერთო თამაში დაარტყა ცოტა ჩქარა რო გაეკეთებინათ ყველაფერი მარცხენა ფრთაზე შეეძლოთ რომ უპირატესობა შეექმნათ ძალიან ნელა გადის რაკიდან ბურთი თითოეულ დარტყმისას ლელო ასწრებს ასე ვთქვათ დაცვის ხაზის ორგანიზებას თუ პირველი ორი ფაზა შედარებით გაუჭირდა თუმცა მაინც მოწოდების სიმაღლეზეა ზედ ლელოს ხაზთან თამაშობს ამ შემთხვევაში და არ უშვებენ არც ერთ შეცდომას დავითაშვილია ბურთთან მორკინალებს არა ხაზზე გაიტანა ამჯერად ჭკინინი და წინ გადაუვარდა ბურთი აქ უკვე 12 ნომერ გოდერ ჯიჯინჭარაუს კონტრიერიშის შანსი ლელოს. და გიორგი ტალახაძემ ფეხით გადაკიდა ბურთი, თუმცა მარჯვენა ფრთაზე იყვნენ რიცხობრივი სერიოზული უპირატესობა ჰქონდათ. კონტრშეტევა წამოიწყო ამასობაში კალანდაძემ მოახერხა ის, რომ წინ დარტყმული ბურთი ჯერ კიდე მოედანზეა და ჩაიგდეს ლელოელებმა ხელში და ეხლა უკვე კონტრშეტევა წამოიწყეს ბარბაროსული რაგბი გაჩაღდა ბატონებო და კალბატონებო. არ იწყენ და თქვენ არც ჩვენ მოყვა ამას ის რომ ლოკომოტივმა გადასარევად ითამაშა რაგში და მოახერხა ბურთის დაუფლება წაიწიეს კიდე რამოდენიმე მეტრი წინ ეხლა ვის დარჩება ბურთი ძალიან საინტერესოა ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვარჩევ ლუკას შენიშველი როგორ ჩანს ვინაიდან და რადგანაც ლოკომოტივის ხაზი დაცვის ფორმაციაში მოეწყო სწორედ ლელოს დარჩა ბურთი მოიგერია ხმალაძე მეტოქის ნახევრისკენ გაარტყა მოედანს ციკლაურია ბურთით ბურთი არტოვებს მოედანს გრძელდება შეტევა ციკლაურმა წამოიწყო მარჯვენა ფრთაზე გადასარევი იყო ცენტრამდე მოაღწია აქ უკვე მოხმარება არის საჭირო ამ პასის გადაცემა დავითაშვილი ბურთი ისევ ჩაკვდა ბურთი რაგში ისევ მოეწყო ლელო და რა გითხრა ძალიან გაუჭირდება ეხლა ლოკომოტივის რაიმე უპირატესობას შექმნა რა უპირატესობაზე ლაპარაკი როდესაც კონტრშეტევა წამოიწყო ლელო ხაზე უტევს თოდუა რომელიც ძალიან სწრაფია ერთი თუ მოძრაობა შემდეგ შვენიერი ოფლოუდი გაუკეთა იქ თანაგუნდელს ალახაძეს ძელდება კვლავ კაჭარავა ხმალაძეა ბურთით განზე ირბინა უპირატესობა ვერ გააკეთა და არც თუ ისე კარგი გადაცემა შემდეგ გიორგი ბიწაძე თამაშობს ბურთზე და მოხდა ის რომ საჭმა გააჩერა თამაში წევან კინანამ გამახსენდა ის ეპიზოდი ირლანდიასთან გიორგი შკინინმა სოფლიო პირველობაზე 2007-ში რომ ბურთი ჩაჭრა მოხდა ის რომ ლოკომოტივმა კიდევ დაარღვია თამაშგარეთ მდგომარეობა და ის რომ თამაშის პირველი ნახევრის მიწურულისთვის დიდი შანსი აქვს ირაკლი ყიასოშის ანგარიში დაამრგვალოს და 4-0-მდე ავიდეს. ლექსონ გუგავას აქვს ცირე ტრავმა მოედნის ცენტრთან თქვენს ეკრანებზე წეგან სწორედ მას განახებდნენ. მოგახსენებთ რომ საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის ხარდაჭერისათვის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორია VTB ბანკი სპონსორები არიან ლუცახარში ნატახტარი კავკასიუს ონლაინი RMG Gold და საქართველოს რკინიგზა მედია პარტნიორია ტელეკომპანია TVS მადლობას უხდის ყველაზე მაღალხარისხიანი ინტერნეტის პროვაიდერი საქართველოში კავკასიუს ონლაინის ტექნიკური მხარდაჭერისათვის ეს ყველაფერი ძალიან კარგი მაგრამ თამაშის ბოლოსთვის ლოკომოტივს სულ უფრო უარესდება და უარესდება მდგომარეობა. რაც შეეხება ლელოს არასენსის მდგომარეობას პირიქით, რადიკალურად პირიქით, სულ უფრო უმჯობესდება და უმჯობესდება. დევიდ ვილკინსონი გახლავთ ახლა კადრში, რომელმაც მიანიშნა ჯარიმისკენ ახლა რაღაცა ეპიზოდს უხსნის. შესანიშნავი რაგბი ვიხილეთ ისე ბოლო რამდენიმე წუთის მანძილზე, როდესაც ხელდახელ უტევდა ჯერ ერთი გუნდი, მერე მეორე გუნდი. მოედნის პრაქტიკულად ყველა მონაკვეთში იყო თამაში. საბოლოო ჯამში მაინც ლელოს უპირატესობი დასრულდა ეს უწყვეტი ეპიზოდიც მეტოქს 22 მეტრიან ზონაში დევიდ ვილკინსონის დამსახურება ის გახლავთ იქ რამოდენიმე ეპიზოდში მართლა იყო წინ თამაში მაგრამ მან მიცა საშუალება რომ განვითარებულიყო შეტევა და სწორედ მის ხარჯზე მოახერხეს ორივე გუნდებმა კონტრშეტევიდან კონტრშეტევაში გადასვლა და საინტერესო ეპიზოდების მთელი სერიალების შექმნა
ირაკლი ყიასაშვილი ჩაისუნთქა, გახედა კარებს. შემოქნავს ალბათ მალე. ამასაც გაიტანს ახლა, კარის უკნიდან უყურებთ. ყველაფერი წესრიგში გახლავთ და ანგარიში დამკვალ და 20-0 ლელოს არასენსი პირველ ტაიმის დამთავრებამდე 3-4 წუთით ადრე დაწინაურდა საკმაოდ სერიოზულად. უკვე დიდი ეჭვები გაგვიჩნდა, რომ მესამედ შეიძლება მოახერხოს ლელოს არასენსმა და დაეუფლოს თასი, რომელიც ახალი ფორმაციის გახლავთ, აბსოლუტურად ახალი ფორმაციის არის. რეპორტაჟის დასაწყისში მოგახსენებთ იმის თაობაზე, რომ ბზის თასი უკვე ჩაბარდა ისტორიას, ეხლა თამაშდება ახალი თასი და ამასობაში ბეკაცკელაურმა დაკიდა პირველი ბურთი. კვლავ გივიბერიშვილი ცდილობდა ამ ბურთზე თამაშს, საკმაოდ წარმატებულად მოახერხა მან თავის გუნდისთვის ბურთის მოპოვება და ძალიან კარგი ბოჭვა აქვს და საკუთარ ნახევარზე გადაიყვანეს ლოკომოტივის 13 ნომერი ზურაბ ძნელაძე. დაჯარიმდა ლელოს საბოლოო ჯამში რაკში თამაშისას. აქ უკვე გარკვევით შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ ლელოს არასენსის უპირატესობა უკვე გამოისახა ვიზუალურადაც და გამოისახა ტაბლოზე, საკმაოდ სერიოზული უპირატესობა, რაც შეეხება ტაბლოს აქ გაცილებით უფრო დამაჯერებელად გამოიყურება ყველაფერი. ბექამ მოიგერია ბურთი აუტში. ტაიმის ბოლოს მიეცემა ლოკომოტივს იმის საშუალება, რომ გაიმეოროს წეღანდელი ერთადერთი ეპიზოდი იყო 4-5 წუთის წინ, როდესაც გახსოვთ ალბათ აუტიდან მოგებული ბურთი როგორ კარგად შეკრეს მოლში ლოკომოტიველებმა და შეუტიეს ფაქტიურად ჩათვლის მოედანთან აგრძელებდნენ 3-4 წუთის შეტევების მთელი შტურმი მოაწყვეს. მაგრამ რითიც დამთავრდა ის ეპიზოდი გახსოვთ. ეხლა აქვს შანსი, რომ გამოისწორონ ხელი. ტაიმის ბოლოს თუ კი მოახერხებს ლოკომოტივი ლელოს დადებას, ობიექტურად ექნებათ მათ შანსი იმისა, რომ მეორე ნახევარში მოაბრუნონ. აქ წინ გადაუვარდათ ბურთი. არა, კვლავ ისინი აკონტროლებენ, შაკო დავითაშვილი უტევს. მორკინალივით. ბურთს ვინ გაიტანს, აი ეგ არის საინტერესო. გამოიტანეს როგორც იქნა ლოკომოტიველებამ ბურთი და ისევ გივიბერიშვილი იყო შეტევაში. თქვენ არ გეგონოთ, რომ გივიბერიშვილის გარდა სხვას ვერავის ვერ ცნობდეთ, მაგრამ სულ ეს კაცია ბურთი და რა ვქნათ. სხვა არ ვიტყვით, სხვა დადიშკელიანმა აიღო ბურთიო. ლოკომოტივი აკონტროლებს ისევ ბურთს მარცხენა ფრთაზე და აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ბეკაპიცაძისთვის ეს პასი. რატო არ ვიცი. კიდევ ლოკომოტივია ბურთით მარჯვენა ფრთაზე გადმოვიდა თამაში. ციკლაური. ეხლა ძნელაძე არის შეტევაში. დაიჭირეს ლელოელებმა. ვის დარჩება ბურთი? მარტო იყო ძნელაძე იმ ეპიზოდში, თუმცა მოახერხეს ლოკომოტიველებმა წამოხმარება, უკან დაიხიეს საკმაოდ შეტევაში, კიდევ ერთი მიძალება. ამჯერად ფოფხაძე იყო ბურთით. კვლავ მორკინალებით უტევს ლოკომოტივი. კვანტიძე. დავითაშვილი, შკინინი. კვანტიძე, ამოუგდო ბურთივის და სანდრო თოდუას და კონტრშეტევის წამოწყებას აპირებენ ეხლა ლელოელები. წამოიწყეს კიდევაც მარჯვენა ფრთაზე გაათამაშეს ბურთი და სად გაუვარდა ლაშა ხმალაძეს ბურთი წინ, თორე კონტრშეტევა იქნებოდა და თანაც ძალიან საინტერესო თავისი 22 მეტრიანი ზონიდან იწყებდნენ ლელოელები. ლელომ გაილაღა პირველ ტაიმში. აქ კი ლოკომოტივს ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი რეალური შანსი იმისა, რომ ტაბლოზე 0-ის როწერია ის შეცვალონ და რეალურად მათ სამი ქულა აღარ აწყობთ აღარაფერში. ლელოზე უნდა ითამაშონ ყველა ვარიანტში და თუ კი ლელოს დადებენ მეორე ტაიმში მატჩის მობრუნების შანსი ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ ტაიმში 20 ქულიანი უპირატესობის ამოქაჩვა თან ისე მოთამაშე გუნდთან როგორიც ლელოა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ამით იმის თქმა არ გვინდა რომ დაიხურეთ ეხლა გუნდი და გამორთეთ ტელევიზორებით ხო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ის კი მოგახსენეთ თამაშის რეპორტაჟის დასაწყისში, რომ 2 საათში გვეცოდინება ვინ იქნება სტალინის როლში და ვინ იქნება გიტლერის თქო და როგორც ვატყობ ლოკომოტივს გიტლერობა არ აცდება. წრეს 9 მაისი გახლავთ კიდე ერთხელ პატივს უცემა ამ თარიღს, რასთანაც ასოცირდება მეორე მსოფლიო ომის დასრულებასთან. შიგადაში ჰიმნის მაგივრად კატუშა რო ემღერა წესით არ იგეთ ეს უნდა ყოფილიყო. დავითაშვილი შეაგორა ბიწაძე, წინ გადაუვარდა მასაც ბურთი. ეს ბოლო შანსიც, ერთ-ერთი ბოლო შანსიც პირველი ტაიმის ვერ გამოიყენა ლოკომოტივმა და სწორედ ეს არის შეტევის ბოლო ეპიზოდში შეცდომა, ტექნიკური წუნი, რომელსაც ვეღარ აგრძელებენ, რომლის შედეგადაც შემდეგ უკვე ლოკომოტიველები იერის და აძლევენ ლელოს კონტრიერიშის შანსს. ახლა არ იჩქარებს, რა თქმა უნდა, ლელოს შეტკინება მოწყობას.
გეუბნებოდით იმას თამაშის დასაწყისში, უფრო სწორედ თქვით, აზრი გამოვთქვით, გეუბნებოდით რა დარწმუნებული ნამდვილად როგორ შეიძლება ამაში იყო, რომ ყურადღებას გაამახვილებდა ერთი გუნდის მწვრთნელის და მეორეც მოწინააღმდეგის დადებით მხარეზე, ძალიან კარგად გაუმახვილებიათ ლელოელებს ყურადღება მოწინააღმდეგის დადებით მხარეზე, შერკინებაში ვერანაირ უპირატესობას მე მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ჯერჯერობით ლოკომოტივსაც ვერ გძნობ, განეიტრალებულები არიან თითქმის. პირიქით ერთხელ ლელომ დააჯარიმა სწორედ ამ კომპონენტში საკუთარ 22 მეტრიან ზონაში, როდესაც ლოკომოტივს იერიშის განხორციელების შანსი ჰქონდა წესით და რიგით. აჭარავა ბურთთან საკუთარ 22 მეტრიან ზონაში და მოეწყობა შერკინება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა არ იჩქარებენ დიდად ლელოელები, მაქსიმალურად შეეცდებიან ტაიმის დასრულებამდე დრო გაიყვანონ და შეინარჩუნონ ეს ანგარიში, მით უმეტეს რომ 22 მეტრიან ზონაშია თამაში და ასე ვთქვათ, იერიშის განხორციელების, შედეგიანი იერიშის განხორციელების შანსი ნაკლებად აქვს. აჭარავა შეაგორა, მიაწვა ამ შემთხვევაში კარგად ლოკომოტივი, მსაჯი ხელახლა მოაწყობს შერკინებას. ვილკინსონი გაისაუბრება ახლა ერთი ასევე მეორე გუნდის პირველ ხაზელებს, წირე ინსტრუქტორს ჩაუტარებს. აი ახლა უხსნის ლოკომოტივის პირველ ნომერს არჩილ ბეჟიაშვილს, რომ სწორად მიაწვეს იგი და არა შიგნით, ასე ვთქვათ, რაც რა თქმა უნდა თამაშის წესი დარღვევა იქნება. მოეწყო შერკინება ორივე გუნდის. კვლავ კაჭარავა. სტაბილურია, უნდა შეაგდოს კაჭარავამ. შეაგდო კიდეც. ახერხებს ლელო საკუთარი ბურთის მოპოვებას მაისურაძე. კარგი იყო კაჭარავა, მორკინალის ფუნქციაში ასრულა კოპაძე. გაიტანა არც თუ ისე კარგი პასი ხმალაძეზე, ხმალაძე მოასწრო ფეხით ბურთის მოგერიება. მოედნის ცენტრისაკენ. და ბეტოქის ნახევარზე ლოკომოტივს ექნება კვლავ კიდევ ერთი იერიშის განხორციელების შანსი. ბურთან ირაკლი კვანტიძე. აგდო ბოლოკაძე კარგად მოიგო ბიწაძემ, დავითაშვილი, ბერიშვილი და ახლა უკვე ბერიშვილმაც დაუშვა შეცდომა, წინ გადაუვარდა ბურთი და ლელოს აქვს კონტრიერიშის შანსი. აძლევს მათ მსაჯი თამაშის საშუალებას ქოიავა 40 მეტრიან ხაზთან საკუთარ ნახევარზე. უტევს ამჯერად ბურთით იყო ცერცვაძე. მოედნის ცენტრთან ახლოს კაჭარავამ დაინახა ცარიელი ადგილი და მოიგერია ბურთი ძლიერი დარტყმით, გაარტყა იქ ძელს. დაახლოებით 60 მეტრიდან არ ამგონია დაემიზნებინა და ბექა ციკლაური იგერიებს. მოედნის ცენტრისკენ ვერ მოახერხა ამ ბურთის კიდეზე გადატანა და კვლავ ლელოს შანსი კონტრიერიშის. იასაშვილი ბურთით 22 ნომრით მოედანზე გამოსულა ლელოს შემადგენლობაში. ლაშა კერვალიშვილი სწორედ იგი იყო. ბურთით კაჭარავა შეცვალა შეტევის მიმართულება ხმალაძე ახლოში დაარტყმევინა თოდუამ შეაღწია 22 მეტრიან ზონაში გაუძრა იქინაღა მცველებს. კვლავ ლაშა ხმალაძე კარგად უტევს ძალიან ლელო. ტალახაძე იყო ბურთით. დაასრულდა ამასობაში მატჩის პირველი ნახევარი, ანგარიშია 20-0 ლელოს სასარგებლოდ. ჩვენ გავალთ სარეკლამო ჭრაზე და შემდეგ დაგიბრუნდებით დიმნა ობოლაძე და ზაზა ლეჟავასთან ერთად, რომლებიც მიმოიხილავენ პირველი ტაიმის პერიპეტიებს. გემშვიდობებით 10-20 წუთით. ხალბატონებო, რო არ დავკარგოთ ის აკრეფილის სიჩქარე, რომელიც გვაქვს ფინალურ მატჩთან დაკავშირებით, მინდა წარმოგიდგენოთ 90-იანი წლების ორი ცნობილი პორტუგალოსანი. რაგბის სამყაროში ამ ორ ადამიანს წარდგენა არ ჭირდება, მაგრამ ვინც ახალი შემოსულები ხართ, წარმოგიდგენთ. კარგით.
90-იანი წლების გუნდის კაპიტანი დიმა ობოლაძე და ზაზა ლეჟავა იქნებიან ჩვენი სტუმრები. მინდა მათი აზრი გავიგო პირველი ტაიმის შესახებ. დიმა, რა შთაბეჭდილება დატოვა პირველ ტაიმში შენზე? ცოტა ძნელია ხა პირველ ტაიმზე რამე ისეთი თქვა, ტაბლოს რო შეხედავ იმის მერე რა, ძალიან პრაგმატულად ითამაშა ლელომ. კი, 20-0-ია ლელოს სასარგებლო და ძალიან პრაგმატულად ითამაშა ლელომ. ეხა მე ერთ დეტალს დავაკვირდი, რომ სულ ორჯერ იყო შესული ლელო ლოკომოტივის 22 მოედანზე ჩათვლის 22 ზონაში და ორივეჯერ ლელო დადო. ლოკომოტივი ერთხელ შევიდა, ძალიან ეცადა უკვე სადღაც პირველი ტაიმის მიწურულს და ქულებიც კი ვერ აიღო და იმედია დარჩება ლოკომოტივი თამაში, იმიტომ რომ არ არის ის ანგარიში საკმაოდ გაუჭირდება, ფაქტიურად რო ვთქვათ, არ მინდა ეგრე ვიფიქრო, მაგრამ თამაშის შემოbrunება ძალიან გაუჭირდება, მაგრამ იმედი დავიტოვოთ წინ კიდევ 40 წუთია და რაც შეძლო ვთქვათ ლელომან პირველ 40 წუთში არ არის გამორიცხული, ლოკომოტივმა შეძლოს მეორე 40 წუთში, ასე რომ დაველოდოთ მეორე ტაიმს, მაგრამ მე უფრო დაძაბულ ბრძოლას და უფრო ისეთ შემჭიდროებულ ანგარიშს ველოდებოდი სიმართლე გითხრათ პირველ ტაიმში. გულახდილად გითხრა დიმა და აბსოლუტურად დაგეთანხმები იმაში რაც თქვი. მე ზაზა შენგან მაინტერესებს ერთი რამის გაგება. რამდენად მოახერხა ლოკომოტივმა იმ იდეების განხორციელება და იმ პოზირების გათამაშება, რომელიც მას მანამდე ჰქონდა და ითვლებოდა რატომღაც რომ ლოკომოტივის შერკინებაში, რატომღაც კი არა საფუძვლიანად, რომ ლოკომოტივის შერკინებაში უფრო ყოჩაღი უნდა ყოფილიყო. საღამოშვიდობისა. მე ეს რამე შემოგთავაზებთ. მოდით ესეთი რამე გავაკეთოთ, კრიტიკული ანალიზი ქვია ამას, როცა მწვრთნელობს სველთა შტაბი. ესე იგი, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ახლა, აი ამ შესვენების დროს, რომ რაღაცა თამაშის სვლელობა შეცვალონ, ხო? მოდით ამაზე ვილაპარაკოთ, რომ რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი ამოცანა ლოკომოტივის წინაშე, რა სველთა შტაბის წინაშე. ესე იგი, შერკინებაში ვერ ვაწვევით, აუტს ვერ ართმევენ, ყველას თავისი აუტი აქვს და როგორც დიმამ თქვა, ძალიან პრაგმატიული გუნდია, როცა შემოდის შენ 22-ში ქულას გიკეთებს რა, ან ლელოს გიდებს, ან ჯარიმას გიკეთებს რა. ამ ხანა შეცდომებს მე არ ამგონია რომ ლელომ დაუშვას მეორე ტაიმში, ძალიან დიდი ძალა მე მგონი თამაში თვითონ საყურებლად უფრო ლამაზი იქნება, იმიტომ რომ ლოკომოტივს სხვა შანსი არ დარჩა, უნდა ითამაშოს. ანუ შენ გინდა თქვა იმის თქმა გინდა რომ თამაში გაიხსნება მეორე ტაიმში, კიდევ დაძაბულობა მოეხსნება ერთად. რა თქმა უნდა, თამაში გაიხსნება, მაგრამ მე მგონი ლელო მაინც დარჩება ჩემპიონი მესამედ რა და თან გამოცდილება აქვს, მაგრამ თამაში საყურებლად ბევრად საინტერესო იქნება და გთხოვთ დარჩეთ და უყუროთ ამ მეორე ტაიმს. ანუ გინდა იმის თქმა რომ არ გამორთონ ტელევიზორები და გააგრძელონ მეორე ტაიმის ყურება. დიმა, რისი გაკეთება შეძლო ლელომ პირველ ტაიმში? მოახვია თავის თამაში, მე მხედველობაში მაგ ესენი უფრო უკანა ხაზით იყვნენ ცნობილები, რომ ლელოელებს უფრო კარგი უკანა ხაზი ჰქონდა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში და პრეტენზიაც იმაზე რომ მოახერხებდნენ ამით თამაში უპირატესობის მოპოვებას, რამდენად აასრულეს ეს. ფაქტიურად გამოჩნდა რომ ლელომ თავის თამაშით, თქვათ, აი პირველი ლელო რომ მიიღო ლოკომოტივმა გაშლილი თამაში ითამაშა, დაუდო კიდეზე, მეორეც მე მოლი შეკრეს დაუდეს, ხო, ლოკომოტივი ფაქტია რომ სტატისტიკის როლშია და გამოდის ისე რომ, ეხლა ვერ ვიტყვი რომ აი თამაშიდან გამომდინარე ტაბლოზე ისეთი ანგარიშია, მაგრამ აი ცენტრში მიმდინარეობს ძირითადად თამაში, მაგრამ ფაქტია რომ ლოკომოტივში ლელოს კარნახი და რაც ანგარიშიც აისახება რა. ანუ ის ლოკომოტივის ყოზირი, მოდი ვთქვათ ეგრე, რაც აი მძლავრი თამაში შერკინებით უპირატესობის გაკეთება, ვერ აკეთებს მაგას, ვერ მიაღწია მაგას ლოკომოტივმა და შედეგიც სახეზეა. ზაზას ნათქვამს რომ დაუბრუნდეთ 1 წუთი და რა გზა უნდა მონახოს იმისათვის რომ დაუშვათ თამაშის გადარჩენისთვის იზრუნოს ლოკომოტივმა? არ ვიცი, ეხა ძალიან ძნელია მე ეხა მწვრთნელი ვარ და ალბათ უფრო უნდა გახსნას თამაში, იმიტომ რომ ლოკომოტივს დასაკარგი არაფერი არ აქვს, მაგრამ ერთი საშიშროებაც არის რომ არეულ თამაში ვთქვათ, აი ხაზის მოთამაშეები რომელ გუნდსაც უფრო შედარებით კვალიფიციური რომ ყავს და ამ შემთხვევაში ეს ლელოა არეულ თამაშს ვთქვათ, ეგეთი ლოკომოტივი ვერ შესთავაზებს ლელოს, ასე რომ ისევ აი მორკინალების ხარჯზე უნდა მოიპოვოს რაღაც უპირატესობა, რაც მერე ქულებში გარდასახოს. ზაზა, შენ როგორ გონია რომ ლელოელები უკვე იმდენად თავდაჯერებულები არიან, რომ უფრო და უფრო გაზდიან თავის უპირატესობას?
მე მგონია რომ ლელოს ახლა ბევრი გასაკეთებელი არაფერი აქვს, უნდა ითამაშონ კაი დაცვა, უნდა შერკინებაში დაუდგენ და ის უპირატესობას, რასაც ლოკომოტივი ვერ აკეთებს, შერკინებით აკეთებენ მოლით უპირატესობას, მერე რეალიზებას ვერ აკეთებენ, ამ უპირატესობას უკანა ხაზით ვერ აგზელებენ რა, ესე ვთქვათ რა, იმიტომ რომ პირველი ლელო გახსოვთ, იმათი ლელოსი, იმათმა მოლით ერთხელ წაიყვანს, მეორედ სადღაცა ლელოსთან რამოდენიმე დარტყმა გააკეთეს და მე უკანა ხაზზე გაიტანეს და უკანა ხაზმა დადო ლელო. მაგრამ ამას ცდილობს ლოკომოტივი, მაგრამ ვერ ახერხებს რა და შენ იმის თქმა კიდე ზაზა, თუ მე სწორად გავიგე რომ ლელოელები მეორე ტაიმში ანგარიშის შენარჩუნებაზე უფრო იზრუნებენ, ვიდრე ანგარიშის გახსნაზე და გაზრდაზე და მაყურებლისთვის სიამოვნების მინიჭებაზე? მე მგონი ლელო რაც მე რომ ყოფილიყავი ტრენერი მე ვეთყოდი რომ მცნელი რომ ყოფილიყავი ბოდიში მცნელი რომ ყოფილიყავი ვეთყოდი რომ შეიძლება ბევრი ითამაშეთ ფეხით მოწინააღმდეგის ნახევარზე და რაც შეიძლება სწრაფად გადადით მოწინააღმდეგის ნახევარზე, რადგან მოწინააღმდეგემ მე ცადოს წამოღება ამ ბურთის და იმის რა ქვია კონცენტრაციის საშუალება რო არ მივცემ და მაგათ დაცვაში რო ხედავ ისეთი ორგანიზებული არის ლელო რომ მაგის საშუალებასაც არ მიცემს რა. ფიზიკური კონდიციით როგორ ატყობ, რომელი უფრო კონდიციაშია? მე მგონი ლელო უფრო დასვენებულია, რა თუნდა მაგას ახლა ორი აზრი არ არის, ორი კვირა დაისვენეს ხო ამ თამაშამდე და ლელოს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს. არ ვიცი ახლა როგორი სკამი აქვს, ვის უფრო გრძელი სკამი აქვს, ეგეც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება რა. მე მგონი ლოკომოტივსაც ძალიან კაი სკამი პირველ ხაზში და შეიძლება მაგან რაღაცა თავისი გადატეხის მოიტანოს, შეასრულოს დიახ. ზაგადიმა ეთანხმები მაგ მოსაზრებას რომ შეიძლება რომ ლოკომოტივმა მოახერხოს და პირველი ხაზის ან მორკინალების ხარჯზე რაღაც ინტერესი მაინც გააჩინოს თამაში. გამორიცხული არაფერი არ არის, მე ვისურვებდი რომ მოახერხოს, კიდე გეუბნები დასაკარგი არაფერი არ აქვს ლოკომოტივს და შენს და ჩვენს ალბათ ყველა მაყურებელს. არა, მაგ მაყურებელს და მე მგონი აი გულშემატკივრებს, როგორც ლოკომოტივის გულშემატკივრებს, მე მგონი არ დაუკარგავთ იმის იმედი, რომ ყოფილა მაგის მაგალითებიც კი ახლა შეიძლება არც ისე ხშირად, მაგრამ ეს რაგბია 15 თამაშობ 15-ის წინააღმდეგ და ხასიათი წვეთს ძალიან ბევრს. ხო, მაგის თქმა მინდა, იმას ზუსტად მაგის კითხვა მინდოდა შენთვის, რომ რამდენად რეალურად მიგაჩნია ახლა ხასიათის გამოვლენით ამ თამაშში. არ ვიცი ახლა თუ გავითვალისწინებთ ლოკომოტივის საწვრთნელო სკამს, ისგივე ვაზმოსილ თემურ ბენდიაშვილს, დათო ჩავლეიშვილს, რეზო ჯაფარაშვილს შეუძლია მაგ სამეულმა რომ მოკოკოს ეს ბიჭები და დანარჩენი აი სამწუხაროდ იმ ბიჭებზეა ვის მოედანზეა თორე თემურა რომ თავს მოიკლავ და მოედანზე მაგაში ეჭვი არ მეპარა. ძალიან დიდი მადლობა. ბატონებო, ქალბატონებო, შევეცადეთ, გაგვერკვია პირველ ტაიმში რა მოხდა და რას უნდა ველოდებოდეთ მეორე ტაიმში. გამომდინარე აქედან დიდ მადლობას ვუხდი ზაზა ლიზევას და დიმა ობოლაძეს, ჩემი მეგობრები არიან და რაგბის ძალიან კარგი სპეციალისტები. ეხლა კი გუნდები მე მგონი უკვე ემზადებიან მოედანზე გამოსასვლელად და დროა ჩვენს ეთერს დაუბრუნდეთ. გავითაშვილი შაკო მოიგერია ბურთი საკუთარი 22 მეტრიანი ზონიდან, ლელომ დაიწყო. რა თქმა უნდა პირველი ტაიმი ვინაიდან ლოკომოტივმა დაიწყო. ანგარიშია 20-0 ლელოს სასარგებლოდ, ახლაც ისინი იქნებიან მეტოქის ნახევარზე. ვინაიდან არც თუ ისე კარგად მოიგერია ბურთი საკუთარი 22 მეტრიანი ზონიდან შაკო დავითაშვილმა. პირველ ტაიმში შეცვერებაზე საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები მოვისმინეთ პირველ ტაიმზე და თუ როგორ წარიმართება მეორე ტაიმი იმაზე. ჩემი აზრითაც ბევრად უფრო უნდა გაიხსნას თამაში. ლოკომოტივმა უნდა გააკეთოს ის რისი გაკეთება შეუძლია თუ არ შეუძლია დღევანდელი თამაშის მოსაგება და ხაზის მოთამაშეები მეტად უნდა ჩაერთონ იერიშში. გახსნილი და არეული თამაში უნდა შეთავაზონ ლელოს ათა რამენაირად მოახერხონ და ანგარიშის სხვაობაში ამცირონ. ლელომ მოლი დააყენა მეტოქის ნახევარზე და უტევენ ჩვენივრად ამასობაში. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით კონტროლს არ კარგავენ ბურთზე ლელოელები, მაგრამ ძრავერ უყვეს ლოკომოტივილებს. აი ახლა კი დაძრეს და ჯერ მარჯვნივ შემოატრიალეს მოლი და უკვე დაიწყეს ლოკომოტივილების შერკინების დაძრა და უპირატესობის მოპოვება, რაც იმაში გადაიზარდა, რომ კოლელიშვილი უკვე 22 მეტრიან ზოლში იყო შესული და ბურთი გაუვარდა წინ. ბურთი გაუვარდა წინ, ეს ძალიან მარტივი შეცდომა დაუშვა ამ შემთხვევაში ბაჩანა კოლელიშვილმა. ჯობდა ბევრად რომ შეენარჩუნებინა მიწამდე ჩაეტანა და იქ რაკი წარმოქმნილი იყო, მაგრამ მან ოფლოუზე ითამაშა. ლელოს შანსი იყო ამ შემთხვევაში დადების. ანუ გააკეთა ის რის შანსიც მისცა მოწინააღმდეგემ.
თუმცა ბევრად უფრო სწორი და ასე ვთქვათ, ბრჭყალებში აკადემიური გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ კი იგი მიწამზე ჩაიტანდა ბურსს და შემდეგ უკვე შემდეგი ფაზიდან განაახლებდა ლელოს შეტევას. ასეა თუ ისე ეხლა უკვე შერკინება დაინიშნა ლოკომოტიველთა სასარგებლოდ. ჯერჯერობით ცვლილებებს ვერ ვხედავ გუნდში. გამოითქვა მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ლოკომოტიველები შეეცდებიან ცვლილებების ხარჯზე უფრო გაააქტიურონ შერკინება, ანუ თავისი კოზირის გამოყენებას ბოლოს და ბოლოს რაც ვერ შეძლეს პირველ ტაიმში, მეორე ტაიმში მაინც მოახერხონ. ანგარის ტაბლოზე 20-0-ია, დამარჯვებელია ჯერჯერობით ლელოელთა უპირატესობა. ვნახოთ რას გვიქალდის მეორე ტაიმი, თუმცა საზოგადოება არ კარგავდა იმედს იმისას, რომ მეორე ტაიმში ანგარიში შეიძლება შეიცვალოს და იმასაც კი უშვებდნენ, რომ ლოკომოტივმა შეიძლება საინტერესო ბრჭყალებში გახადოს თამაში, საინტერესო ბრჭყალებში რო გავხსნათ ეს ბრჭყალები ნიშნავს იმას, რომ ფულებით დაიწყოს უკვე მიახლოვება ლელოსთან. ამასობაში ლოკომოტიველები შეაგდებენ შერკინებაში ბურთს. საკო დავითაშვილი შეაგდო შერკინებაში ბურთი, აწვება ლოკომოტივი ამ შემთხვევაში, თუმცა საჯმა გადაწყვიტა, რომ ორივე გუნდის შერკინება წავიდა მიწაზე. შესაბამისად, უბრალოდ გამეორდება ეს შერკინება, თავიდან დააყენებენ გუნდები. საკუთარ 22 მეტრიან ზონაში აქვს ლოკომოტივის ბურთი, აქედან იერიშის განხორციელება გაუჭირდებათ. მაგრამ შეიძლება მოუწიოთ ეგრეთ წოდებული ავანტურისტული რაგბიზე გადასვლა, იქიდან გამომდინარე რა სიტუაციაც არის უკვე შექმნილი. დაიწყო მეორე ტაიმი, მათ ტაბლოზე მათ მხარეს წერიან 0 ქულა და როდესაც მოწინააღმდეგე 20 ქულით გიგებს პირველ ტაიმს, სხვა გზა შეიძლება არც გქონდეს. ისევ დავითაშვილი ბურთთან გაგახსენებთ იმასაც ბატონებო და ქალბატონებო, რომ მეორე ტაიმი დაიწყო 25-ე საქართველოს ჩემპიონატის საქართველოს ეროვნული პირველობის დღეს გახლავთ 9 მაისი მიხეილ მესის სახელობის სტადიონზე გახლავართ. ეხლა მე ნიკოლაი ოზეროვით მომივიდა ჩავერთეშე. მაგრამ რა დროის ოზეროვია შერკინებაში ძლივს ვაივაგლახით ლოკომოტიველებმა მოახერხეს ბურთის მოგება და გიორგი შკინინმა თვითონ წამოიწყო. შეტევა გამოვიდა 22 მეტრიანი ზოლიდან. დავითაშვილი ბურთთან ეხა კიდეზე პირდაპირ ვეღარ გადაიტანს, უკან დაუბრუნა ბურთი ციკლაურს, რომელმაც მოიგერია, დატოვა რა თქმა უნდა თამაშში. კონტრიერის შანსი კიდევ ერთი ლელოს, ძალიან კარგი ხმალაძე ბურთით მიყვება მას ცერცვაძე, გადააწოდა კიდეც მას გადაცემად. ცერცვაძე ძალიან კარგია, გაჭრა ხაზი, კონტაქტი შეაღწია მეტოქის 22 მეტრიან ზონაში. გაჭარავა. კიდევ ერთი გადაცემა მაისურაძე, მოედნის შუანაწილში მორკინალებს დაარტყმევინა. მაისურაძემ ხმალაძე ფეხით შეგორებას ცდილობდა, იგი დაუფარა ძნელაძემ. და საბოლოო ჯამში ლელოს დარჩა, მაინც ბურთი კაჭარავამ გადაარჩინა. ხმალაძეა ბურთთან, გადაცემა ყიასაშვილი. ძელი პასი თოდუას. თოდუა ათამაშებს იქით უკვე ალახაძეს. ამასობაში მოედანზე შემოსულა კერვალიშვილი, ლაშა კერვალიშვილი პირველი შეცვლა უკვე უკანა ხაზში გაუკეთებიათ ლელოელებს. ეხლა ვარყო ვისმაგივრად შეიძლება რომ შემოსულიყო და რამდენადაც მე თვალში არ ხდება ლექსო გუგავა, მე მგონი ლექსოს მაგივრად უნდა შემოსულიყო კერვალიშვილი. მცირე ტრავმა მიიღო გუგავამ და სწორედ ამის შედეგად გაკეთდა ეს შეცვლა. უტევს ძალიან კარგად ისევ თორნიკე ცერცვაძე, ოფლოუდი სწორედ კერვალიშვილზე, რომელსაც წინ გადაუვარდა ბურთი. ფთაზე დგას კერვალიშვილის სწორედ და კონტ შეტევა წამოიწყო ლოკომოტივმა, მაღალი ბურთის დაკიდება და ბეკა ციკლაურმა, მაგრამ ბეკას მაღალი ბურთი დაკიდებული ჩაუვარდა ხელში ლაშა ხმალაძეს. ვარყვევ ამასობაში რა ქნამ საჯმა, რა გადაწყვეტილება მიიღო საჯმა. კონსულტაციას გადის თავის გვერდით საჯთა ბრიგადის თაობაზე. მოგახსენებთ რომ გვინდოდა რომ რაკასოვსკი ყოფილიყო მარშალ კონსტანტინ რაკასოვსკი, მაგრამ გარდაცვლილია. 9 მაისია დღეს კიდევ ერთხელ გახსენებთ, გახლავთ დევიდ ვილკინსონი ირლანდიიდან, ფრთებზე შოთა თევზაძე და ნიკა ამაშუკელი. სწორედ ნიკა ამაშუკელთან უკაცრავად შოთა თევზაძესთან გაიარა ეხლა კონსულტაცია და დააფიქსირა წინ თამაში საჯმა. ლოკომოტიველთა სასარგებლოდ რაც დაიწყო მეორე ტაიმი, სულ რაღაც 30 მეტრიან ზონაში მიმდინარეობს ჯერ მთელი თამაში და აქედან გამომდინარე უპირატესობა ვერანაირი ჯერ ვერ მოახერხა და ვერ მოიპოვა ვერც ერთმა გუნდმა. ამასობაში რა ხდება? ხდება ის სოსო ბეკოშვილი ტოვებს მოედანს ლოკომოტიველთა პირველი ხაზელი და მის მაგივრად შეცვლაზე შემოვა ვინ, ამას მოგვიანებით მოგახსენებთ. დატოვა მოედანი, პირველი ცვლილებაა ეს ლოკომოტივის შემადგენლობაში და შერკინების ხაზის გაძლიერებას ცდილობენ ისინი. პირველ ხაზში განხორციელდა ეს ცვლილება. რომელიმე კომპონენტში ლოკომოტივმა უნდა შეიტანოს გარდატეხა წინააღმდეგ შემთხვევაში.
ძალიან ახლო არის ლელო ზედიზედ მესამე ჩემპიონობასთან. კვლავ მიწისკენ წავიდა, სანამ ხელახლა მოეწყობა შერკინება. მოგახსენეთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის ხარდაჭერისთვის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორია VTB ბანკი. სპონსორები არიან ლუცახარში ნატახტარი, კავკასუს ონლაინი, RMG Gold და საქართველოს რკინიგზა, ხოლო მედია პარტნიორია ტელეკომპანია TVS-ი. ტელეკომპანია TVS-ი მადლობას უხდის ყველაზე მაღალხარისხიანი ინტერნეტის პროვაიდერს საქართველოში კავკასუს ონლაინის ტექნიკური მხარდაჭერისათვის. ამას კი ჩვენგან დავამატებ, რომ ტელეკომპანია Sport TV-ს ძალიან დიდ მადლობას უხდით იმისათვის, რომ მოახერხა ეს მათი სადებიუტო მატჩი გახლავთ დღევანდელი რეპორტაჟი მათყიდველობაში. შემდეგში სტუდიით თანამშრომლობთ რაგბის კავშირთან, ძალიან კარგი იქნება. მოედანზე რა მოხდა, ლუკა? მოედანზე მოხდა ის, რომ ახლად შემოსული პირველ ხაზელი დაჯარიმდა. კვლავ ლოკომოტივი ჯარიმდება საკუთარ 22 მეტრიანის მისადგომებთან და ყიასაშვილს შანსი აქვს, რომ კიდევ 3 გულით გაზარდოს ანგარიშში სხვაობა და 23-0 გახდეს. ხმალაძეა ოღონდ ბურთთან. რა ხახმალაძე არის ბურთთან აქედან გამომდინარე გადაწყვეტილება რა იქნება მიღებული ყველასთვის გასაგები აუჩი გადაიტანენ ბურთს. ეჭვი მაქვს, რომ ბურდული შემოვიდა პირველ ხაზში. 16 ნომრად. აქ როგორ ჩანს ლელო უკვე აპირებს საბოლოო ბოლო ურსმნის დაჭედებას, ასე ვთქვათ. ლელოზე თამაშობენ ისინი და ახლა თუ კიდე 7 გულით გავლენ ისინი წინ, პრაქტიკულად ყველანაირ შანსს მოუსპობენ ლოკომოტივს იმისა, რომ დღევანდელ მატჩში დაბრუნდნენ. ანუ პატივსცემენ საზოგადოებას, დამსწრე საზოგადოებას, თამაში რაც შეიძლება პრაგმატულიდან შეუძლიათ გადაიტანონ სახალისოსკენ. ამის უფლება ალბათ უკვე აქვს უფლება რომ მისცეს საკუთარ თავს. ყოველიშვილი გადასარევი იყო აუჩი ლელომ შეკრა. მოლი მარცხენა ფრთაზე გადაინაცვლეს და დაარტყეს პირველი დარტყმა სატროკოიავო მიიტანა და უახლოვდებიან ნელა-ნელა ჩასვლის მოედანს. მეორე დარტყმისათვის მელიქიძე იყო ავანგარდში. ოჩაღად დახვდა ლოკომოტივი. ლოკომოტივმა იცის, რომ არა აქვს მათ მეტი ქულის გაშვების უფლება. კვლავ ქოიავა უტევს, უკან დაახევინეს, მას კარგად დაუხვდა ბიწაძე. კაჭარავა. ვერ ვიტყვი რომ ლელოელები ძალიან სწრაფად ათამაშებენ მოლიდან და რაკიდან ბურთსო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს გარკვეული წილის ჩანაფიქრი არის. ეხლა ზვიად მაისურა და დაიძრა წინ, მოიგო რამოდენიმე მეტრი 2-3. კაჭარავა ანაწილებს საით თავის მოთამაშეებს, ვის საით გადააწყოს და საით გააგრძელოს. შეტევა კვლავ კაჭარავა იქნება ეხლა ბურთთან. ჩათვლის მოედნიდან, ანუ ლელოდან კატალოგია გაუმდის გარკვეულწილად ლელო თამაშობს, ლელო გააკვდა. და დროპ-გოლის შესრულება გადაწყვეტა ირაკლი ყიასაშვილმა, სანამ ტავტოლოგიით და გრამატიკით ვიყავი დაკავებული ჩემო ლუკა და არც დინა საკმაოდ ჩემთვის პირადად გაუგებარი გადაწყვეტილება, ჯარიმა კარში არ დაარტყეს, მოამზადეს დროპ-გოლი და დროპ-გოლი დაარტყეს, არა და ჯარიმას დროპ-გოლით 3-3 ქულაა ორივე. აქ ერთადერთი ვარიანტი იყო, რომ ლელოზე ეთამაშათ. ბურთთან კი არის და რახანის გადაწყვეტილება მიიღეს, უკვე ბოლომდე უნდა გაეთამაშებინათ ბურთი. ბექა ციკლაურმა დაკიდა მაღალი ბურთი. ჰაერში კარგი იყო ძალიან შესვლაზე შემოსული კერვალიშვილი. ხმალაძე ათამაშებს ცერცვაძეს, ცერცვაძემ ყიასაშვილს გადააწოდა, ტალახაძე უტევს ახლა. გადავიდა კიდეც მეტოქის ნახევარზე. 40 მეტრიან ხაზთან მიდის თამაში. კაჭარავა. ხმალაძე კვლავ მორკინალებს დაარტყმევინა მოედნის შუა ნაწილში. ისევ კაჭარავა. ხმალაძე ხაზთან თავადვე მივიდა. ჩკინინი ყოჩაღად დახვდა. ქოიავა ფრთაზე ათამაშებს. კერვალიშვილს, რომელსაც წინ გადაუვარდა აქ ბურთი, თუმცა აძლევს თაჯი კვლავ თამაშის საშუალებას, ვერ დააფიქსირა ეს ეპიზოდი. მე ძალიან მომწონს სხვათა შორის მისი მანერა მსაჯობის. ვის იქნება ბურთი ლელოსია, ბურთი ლელოელებმა გააგრძელეს შეტევა, ქოიავა ჩაერთო შეტევაში. ეს ყველაფერი ხდება უკვე 10 მეტრიან ზოლთან ძალიან ახლოს, ოღონდ ლოკომოტივის 10 მეტრიან ზოლთან. ხმალაძე თოდუა კარგად მივიდა, ძალიან გაჭრა კიდეც კინაღამ ხაზი, ბოლო მომენტში შემოახერხა ძნელაძე მისი შეჭერება. ყიასაშვილი მეტოქის 22 მეტრიან ზონაშია უკვე ლელო. კაჭარავა სწრაფად უნდა გამოვიდეს აქედან ბურთი ოდნავ შეუნელდათ. ხმალაძე ბლოკი, აშკარა ბლოკია. და თანაც ისეთი ბლოკი, რომ ჯარიმა დაინიშნა და არა შერკინება. აქ თითქოს ჩარბენის გაკეთება უნდოდა. გიორგი ლომთაძე იყო ლელოსი, თუმცა აშკარა ბლოკი გამოვიდა საბოლოო ჯამში მას და ხმალაძეს. და ლოკომოტივს როგორც იქნა შანსი, რომ მეტოქის ნახევარზე გადავიდეს და შეტევა გააკეთოს.
მე-10 წუთი არის უკვე მეორე ნახევრის და ლოკომოტიველებმა ცენტრამდე პირველად ამოაღწიეს რამდენადაც მე მახსოვრობა თუ არ მღალატოს მახსოვრობა. კალანდაძე თქვენს ეკრანებზე უსაქმოდ დარჩენილი უკანა ხაზი ლოკომოტიველების ჯერჯერობით უსაქმოდ დარჩენილები იმედია საქმე გამოუჩნდება თამაშის განმავლობაში. ამასობაში ლოკომოტივი ემზადება ბურთის შემოსაგდებად კვანტიძე ისევ გივიბერიკაშვილზე აგდებენ ბურთს გივიბერიკაშვილი გამორჩეული იყო ერთად კი გივიბერიკაშვილზე აგდეს შეიძლება ლაპარაკი უკვე გივი მიდი და ზუსტად ეს ეპიზოდია მარტო თამაშობდა ფაქტიურად პირველი ტაიმის განმავლობაში ეგ და ციკლაური ყოველ შემთხვევაში ყველაზე გამორჩეულები ეს იყვნენ სწორედ ეხლა იყო გივიბერიკაშვილი და ბერშვილი და შკინინმა მოახერხა სერჩი გაარღვია ხაზი და პირველი ლელოს დადებაც მოახერხეს ლოკომოტიველებმა ეს ლელო დაიდო ინდივიდუალური ორი მორაგბის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ჯერ გივიბერიშვილმა აიღო ბურთი მოლიდან შეუტია რომელიც საკმაოდ არაორგანიზებული მოლი იყო და ცუდად ვერ მიიწევდა წინ აიღო ბერიშვილმა მოიპოვა უპირატესობა შეუბრუნა პასი შკინის და ნუ შკინინს ვეღარავინ ვეღარ დაეწია ერთადერთი ადამიანი რომელმაც აუღო ამ სიტუაციაში შეტევას ეს იყო გიორგი შკინინი დანარჩენები რატო იყვნენ გაჩერებულები ვერ ხვდები მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ფაქტი გახლავთ ის აი ახლა თქვენ გამეორებით ხედავთ გიორგი შკინინმა რამდენად ყოჩაღად მოახერხა ერთი მეორე მესამე მოთამაშის გაცდენა და აქ უკვე გიორგი შკინინის პატრონი სიჩქარის პატრონი მოთამაშის გაჩერება უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია ეხლა შეეცდება უკვე ბექა ციკლაური კიდე ორი ქულა შემატოს თავიანთ მონაგარს ანგარიში გახდა ამ წუთისათვის გახლავთ 25 ბექა ციკლაური კაცში გარტყმა გაიტანა ფანტასტიკური დარტყმული იყო ეს გახლავთ ყველაზე რთული დასარტყმელი საერთოდ რაგბში აუტის ხაზიდან ფაქტიურად 9 მეტრში იქონდა მას უფლება რომ იქიდან დაერტყა და ანგარიში გახდა 27 გავხიალუდით თქვენ გავხიალუდით ჩვენ და გავხიალუდა ლოკომოტივიც და დაუბრუნდა ინტრიგა ნამდვილად დაუბრუნდა დღევანდელ მატჩს ესე ისეთი დაძაბული არ არის რომ რაღაც ისე ვთქვათ რომ ერთ მომენტი გადაწყვეტს თქვა თამაშის ბეც, იმიტომ რომ ორი გარდასახული ლელო ჭირდება კვლავ ლოკომოტივს იმისათვის რომ წინ გავიდეს, თუმცა გარკვეული ინტრიგა ამ ლელოთის შენარჩუნდა. ლუკა მე მგონი დეჟავუ დამემართა. პირველ ტაიმში უტევდა ლოკომოტივი და ქულებს აგროვებდა ერთ თითო გადასვლაზე. ლელო და ეხლა პირიქით მოხდა ყველაფერი. პირველივე დაკიდებული ბურთი ჩახურეს ლელოელებმა ყველაფერი ეს ხდება 22 მეტრიან ზონაში, მაგრამ ლოკომოტივი აკონტროლებს ბურთს ბექა ციკლაურმა აუტში მოიგერია ბურთი. ბატონო ჩემო მოედნის ცენტრამდე ვერ ამოიტანა და ახლობით 40 მეტრიან ხაზთან იქნება და რა თქმა უნდა ამ ბურთს გააკონტროლებს ლელო და ლელო შემოაგდებს ეხლა აუტს შეეცდება საფოსყო ნაბიჯის გადადგმას გიორგი ლომთაძე ბურთთან ჯერჯერობით რეზუმეს გავუკეთებთ პირველ ტაიმს ლელოელებმა მოახერხეს თავიანთი თამაშის თავზე მოხვევა ლოკომოტიველებისთვის პირველ ტაიმში ყოველ შემთხვევაში ამის თქმა ნამდვილად შეიძლება მათი ძირითადი კოზირი შერკინება სტატიკაში ჩააქრეს ფაქტიურად და რაც შეეხება თავიანთ კოზირებს სწრაფგადაადგილებას და უკეთესი ნახევარ დაცვის თამაშის ხარჯზე მოახერხეს უპირატესობის მიღება ამასობაში მოხდა ის რომ ლოკომოტივმა ჩაჭრა გადაცემა წინ გაუვარდა ბურთი და დაინიშნება შერკინება ლელოს სასარგებლოდ ლელოს სასარგებლოდ მეტოქის ნახევარზე შერკინება ჩვენ პირველ ტაიმში ვახსენეთ რომ გიორგი ლომთაძე არის საუკეთესო მელოლოვეთა შორის 8 ლელო აქვს მას დადებული წლევანდელი ტურნირის მანძილზე საუკეთესო არის ირაკლი გეგენავა ყოჩების ფრთა თუმცა ფინალში იგი ვერასპარეზობს ვერაფერს შემატებს საკუთარ მონაგარს მეორე მხრივ ლომთაძეს აქვს იმის შანსი რომ დადოს ლელო და წამოეციოს მას მომცირე ისტორიას მოგიყვებით იმის თაობაზე როგორ მოხდნენ გუნდები ფინალში მოგეხსენებათ რეგულარული ჩემპიონატი ბოლნისის ყოჩებმა მოიგო რეგულარული ჩემპიონატი თბილისის ლოკომოტივი აღმოჩნდა მეოთხე ადგილზე რაც შეეხება თბილისის ლელოს არასეს ის მეორეზე იყო აქედან გამომდინარე თბილისის ლოკომოტივს მოუხდა ყველაზე შორეული გზის გავლა იმისათვის რომ ფინალამდე მიეღწია და ლოკომოტივმა ჯერ ფინალისკენ მიმავალ გზაზე მოუგო რუსთავის ხარეთს 19-12 შემდეგ ბათუმელეს მოუგო ბათუმის 18 და აღმოჩნდა ესე და ბოლოს ყოჩებსაც მოუგო ლოკომოტივმა 16-23 დიდი წვალების მერე აღმოჩნდნენ ფინალში რა გზა გაიარა თქვენ თვითონ ნახეთ ამასობაში ლელოელები აკონტროლებენ თამაშს და ლაშა ხმალაძემ გადაუკიდა მაღალი ბურთი
ბეკა ციკლაური, ბეკამ თვითონ წამოიწყო შეტევა, თუ შიგნით არ შეიტანა, როგორც იქნა მოახერხა ბურთი, მაგრამ ორჯერ გაუვარდა თუ უკვე უკან მართალია მის პარტნიორებს, მაგრამ ამას მოყვა ის, რომ ლელო გადავიდა კონჩეტევაში და კარგს არაფერს უხადის ეს კონჩეტევა. აკონტროლებს კაჭარავა ბურთს, ძალიან ცუდი ეპიზოდი იყო იქ ლოკომოტივისთვის, გრძელი გადაცემა აქვს, ლელო უნდა დაიდოს, ხმალაძე მთაზე გაუკეთა პასი თოდუას და თოდუამ დაამიწა ბურთი მეტოქის ლელოში. დაუბრუნეს ის მეორე ტაიმში მიღებული ფულები ლელოელებმა, მაგრამ თამამად შეიძლება ლოკომოტიველების შეცდომებზე საუბარი. აქ წინ გადაცემაზე მიანიშნებს გივი ბერიშვილი, მეც მომეჩვენა რომ წინ იყო ბოლო გაკეთებული პასი ხმალაძის მხრიდან, თუმცა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინაიდან ლელო უკვე ჩათვლილია და ამას არავინ უკან აღარავიდა შემთხვევაში აღარ დააბრუნებს. 25-7 აი ამ პასზეა საუბარი, რთული სათქმელია. რთული სათქმელია იყო თუ არა წინ პასი. და თოდუას დუბლი. ანგარიში ამ წუთის გახდა 25-7 დაწინაურებული დიდი ხანია უკვე ლელოს არასენსი არის და მიიწევს სულ უფრო დამაჯერებლად მესამე გამარჯვებისაკენ. ირაკლი ყიასაშვილი ბურთთან შეეცდება თავის პირადი მონაგარის გაზრდას, დღევანდელ მატჩში მას ლელო არ დაუდია. თუმცა ერთი დარტყმა გაუცუდა მხოლოდ როდესაც ვერც მიაღწია მან არებამდე პირველ ტაიმში. ამჯერად რას იზავს? ეს დარტყმაც იმ კატეგორიიდან არის, რომელიც ერთ-ერთი ურთულესი გახლავთ რაგბში. ამანაც გაიტანა, ფანტასტიკურია. პასუხი სრულფასოვანი გასცეს ლოკომოტიველებს რეალიზებულ გატანილ ლელოზე, რომელიც მეორე ტაიმში მოახერხეს ლოკომოტიველებმა გაეკეთებინა თამაშობაში საჯის შეცვლას ითხოვს. ოჩქულიანი უპირატესობა აღადგინეს, იქ ცვლილებები მზადდება, როგორც ჩანს, საჯის ჟესტი სწორედ ამისკენ მიგვანიშნებს. ლელო შემოდგენლობაში მოედანი დატოვა გურაბ ხორბალაძემ. 19 ნომრით შემოვიდა გიორგი ჭყოიძე მის ნაცვლად. ლოკომოტივმა კვლავ მოახერხა თამაშის გაგრძელების მერე ბურთის მიღება, უტევენ მთაზე ძალიან კარგად, შეაღწია დნელაძე მეტოქს 22 მეტრიან ზონაში, თუმცა გადაიყვანეს კიდეზე. კარგი ეპიზოდი იყო ეს ლოკომოტივისთვის, მალევე უნდა დადონ მათ ლელო იმისათვის, თუ სურთ დღევანდელ მატჩში გამარჯვებისთვის ბრძოლა. გიორგი ჭყოიძე ალბათ იმსახურებს ამ გუნდში, იმსახურებს კი არა, ძირითადი მოთამაშე გახლავთ და ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახლავთ. ერთ-ერთი იშვიათი მოთამაშე თაგანი არის, საერთოდ ეროვნულ პირველობაში ვისაც შეუძლია ვისაც აქვს ძალიან კარგი დაცვა, ამავე დროს ძალიან აქტიურიც არის შეტევაში, მე ის ძალიან მომწონს, მაგრამ სეზონის დასაწყისში დაინტრა, იმის მერე აღარ მიეცა საშუალება და ეხლა ნუ ცხადია ვერ არის იმ კონდიციაში, რომ ძირითად გუნდშიც კი მოხვედრილიყო, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ იმას იმდენად ბევრი რამე აქვს თავის კლუბისთვის გაკეთებული რომ იმსახურებდა ამ მატჩში მონაწილეობის მიღებას. ლომთაძე ბურთთან. ოპაძე ქოიავა და კოლელიშვილზე ააგდეს ბურთი ასრულზე კარგად, მაინც შეინარჩუნა ლელომეს ბურთი, თუმცა სრული გაუგებრობა იყო იქ აუჩი. ოპაძე ბურთთან. აქ მოგეხსენებათ რაც უნდა ხდებოდეს, რომ ძალიან სინქრონულად უნდა იყოს მოძრაობა, როგორც დერეფანში მხტომელის, ისე ამგდების. შემოაგდებს ბურთს, შემოაგდეს სასწრაფოდ ლოკომოტიველებმა ბურთი და მარცხენა ფრთაზე ანვითარებენ შეტევას, წაგან გითხარით რომ მიეცემა შანსი ალანდაძეს და მიეცა შანსი, მაგრამ არც ლელოს ზინავს. ლოკომოტივმა დაეუფლა ბურთს გიორგი შკინინმა თვითონ გადაწყვიტა შეტევა, გადაკვეთა ცენტრალური ხაზი. დავითაშვილი საით გააგრძელებს შეტევა, საინტერესოა მარჯვნივ ალბათ. გავიდა დრო, გათენდა. გივი ბერიშვილს მიცა ბურთი, გივიმ დაარტყა, წაიწია რამოდენიმე მეტრი წინს, რაც აჩვენებდა მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში. ლოკომოტივმა ისევ მარჯვენა ფრთაზე გააგრძელა შეტევა, ბურთზე კონტროლს არ კარგავენ. გრძელდება ლოკომოტივის დიერში, კვლავ მორკინალებს აკმევინებენ. აი ეს უკვე შედეგიანია, როდესაც თითოეულ დარტყმაზე აკეთებენ უპირატესობას. გადააწოდა კვლავ ბერიშვილი იყო. ბურთით შეცვალა დავითაშვილმა შეტევის მიმართულება ბიწაძე ამჯერად ძალიან კარგად მიიწევს წინ, ეს არის ღუდუშაური, უფრო სწორედ შევიდა მეტოქის 22 მეტრიან ზონაში, მასაც თავზამურავი ახლავს ბიწაძის მსგავსად. დავითაშვილი კიდევ ერთხელ დაარტყმევინა აქ ახლოში მორკინალებს. როგორც იქნა ლოკომოტივმა მოახერხა და სწორედ ის თამაში მოახვია მეტოქეს, რომელიცაც მან მოაღწია ფინალამდე და საკმაოდ წარმატებულადაც მათ შეტევა გრძელდება. ბერიშვილი, კვლავ დავითაშვილი ბიწაძეს ხედავს, ბიწაძე მარტო აქ მალე ჭირდება დახმარება, იქვე არის ბეჟიაშვილი არჩილი.
დავითაშვილი კვლავ შეცვლის შეტევის მიმართულებას, არა ათამაშებს ხუციშვილს და წინ გადაუვარდათ ბურთი. წინ თამაშის უპირატესობა აქვს ლელოს, არა და რა კარგი აკინძეს. დაკარგა ლელობაც აქ ბურთი და მათი იქნება ის უპირატესობა დაუბრუნდებათ თავის შერკინების. ანუ მეორე ნახევრის სადღაც მე-15 წუთზე გამოახერხა თბილისის ლოკომოტივმა, სწორედ აი იმ თამაშის თავზე მოხვევა, რომელიც თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული. აი ეს 60 წუთიანი მონაკვეთი, რომელზეც ლუკა მოგახსენებდა წეღან, ზუსტად გახდათ ის, რითიც არის გამორჩეული ეს კლუბი. მაგრამ საბოლოო შედეგი თქვენ თვითონ დაინახეთ, რომ ბურთი გაუვარდათ. ჩათვლის მოედნიდან სულ რაღაც, ჩათვლის მოედნას იმიტომ ვახსენებ, რომ ეს იგივე ლელო გახლავთ, მაგრამ წეღან ტავტოლოგიაზე ვლაპარაკობდი. ლელო თამაშობს, ლელო გააქვს, ლელო არის და ამდენი ლელო ზახელით უკვე შეიძლება გაუგებრობაში აღმოჩენილიყო მაყურებელი ამასობაში ლელოელები შეცვლას სულიან მოთამაშეს კი? ან ხორციელებენ? ბორკინალი ტოვებს მოედანს. სანიკიძე მოედანს ტოვებს. და მის ნაცვლად სავარაუდოდ 18 ნომრით გამოვიდოდა ზურაბ ჯულატიძე. ამის უფლება უკვე შეუძლია ლელომ თავის თავს მისცეს, იმიტომ რომ გიორგი სანიკიძემ ძალიან ბევრი იშრობა, ძალიან ბევრი იწვალა იმისათვის, რომ მეორე ნახევრის მე-20 წუთისათვის მისი გუნდი ყოფილიყო დაწინაურებული 27-7. შეიძლება რაკში ღრმად ჩაუხედავ ადამიანს დარჩეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ დათო გასვიანიც გამოვიდა მე მგონი მოედანზე. კი, დათო გასვიანიც გამოვიდა მოედანზე. ანუ ლოკომოტივმაც გააკეთა პირველ ხაზში ცვლილება, დათოს უკვე ასაკიდან გამომდინარე უჭირს 2 ტაიმის გაძლება, ნამდვილად უჭირს, მაგრამ როდესაც გამოდის და იმ 20 წუთიანი თუ 25 წუთიანი მონაკვეთში ის ძალიან ეფექტური ხდება ხოლმე თავისი გუნდისთვის. ნახოთ მოახერხებს თუ არა თავისი ეფექტურობის შენარჩუნებას ამჯერადაც 29 ნომრით დათო გასვიანი ლოკომოტიველთა შემადგენლობაში. ძალიან კარგი ეპიზოდი იყო, მეგობრულად ხელი ჩამოართვეს პირველ ხაზელებმა, სწორედ დავით გასვიანმა და შოთა მელიქიძემ ერთმანეთს. რა თქმა უნდა იცნობენ მორაგბეები ერთმანეთს დიდი ხანია მეგობრობენ კიდეც ერთმანეთთან. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ხაზში შესვლას არავის არ გირჩევდა, ორივე ერთის და მეორეც პირველ ხაზში აპირებენ დადგომას და აქ მესამე კაციც გამოცვალეს. მე მგონი პირველ ხაზში მეგობრები ნამდვილად რჩებიან თამაშამდეც და თამაშის მერე. რაც შეეხება თამაშს, თუ ჩემი სიტყვების არ გჯერათ, შეგიძლიათ ცადოთ ოჯახის წევრები 3 თუ არ ხართ, შეგიძლიათ მეზობლებს დაუძახოთ 3 მხრიდან, 3 მეორე მხრიდან და ჩადით ერთი თავებით და რა სიამოვნებასაც მიიღებთ, მერე ცალკე ვისაუბროთ. აჭარავა ბურთთან, საკუთარ 22 მეტრიან ზონაში ლელოს შერკინება დადგა, კარგადაც მიაწვნენ მეტოქეს, აკონტროლებს ბურთს ზვიად მაისურაძე და დაჯარიმდა ლოკომოტივის შერკინებაში. უნდა ვთქვათ, რომ ფაქტიურად წყალში გადაყრილი აღმოჩნდა ის 3 ცვლილება, რომელიც პირველ ხაზში განახორციელა თბილისის ლოკომოტივმა. შეიძლება ეს პირველი შერკინება გაუჭირდათ, ვერ შეეწყნენ ერთმანეთს, თუმცა პირველ მატჩს არ ატარებენ ეს მორაგბეები ერთად. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასე ვთქვათ, სათამაშო ფორმა ლოკომოტივს უფრო აქვს დღევანდელი მატჩისთვის ვიდრე ლელოს. ლელოს საკმაოდ ხანგრძლივი დასვენება გამოუვიდა, მას მერეც ყოჩები დაამარცხა ერთგულიანი სხვაობით. 21-20. თითქმის ერთთვიანი შესვენება, სამკვირიანი შესვენება ჰქონდა ლელოს. უფრო დასვენებულები არიან, თუმცა ნაკლებ შეთამაშებულები უნდა ყოფილიყვნენ წესით და რიგით, ეს არ ჩანს დღევანდელ თამაშში. აშკარად ლოკომოტივი უფრო მეტ შეცდომას უშვებს, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. რა ხდება საერთოდ რაგბის სამყაროში? გეტყვით იმას, რომ სულ რაღაც რამოდენიმე დღეში უკვე 12 მაისიდან დაიწყება ჩვენი 20 წლიანთა ნაკრების ძალიან სერიოზული ტურნირი ალაფაზე. პორტუგალია, სადაც A პუნქტში გაერთიანებული არიან საქართველო, ურუგვაი, ფიჯი და პორტუგალია, არსებობს B პულიც, ამ პულის გამარჯვებული შემდეგ შეხვდება B პულს და მათ შორის გამარჯვებული უკვე მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის 20 წლიანებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის უმაღლეს ეშელონში გადაბარგდება. ეს თამაშები დაიწყება 12 მაისიდან, პირველ თამაში საქართველო ურუგვაის შეხვდება, მეორე თამაში 16 მაისს გაიმართება, სადაც მთავარ მეტოქეს ალბათ ჩვენ ქოჯგუფში საქართველო ფიჯელებს დაუპირისპირდება, ხოლო 20 მაისს ტურნირის მასპინძელ პორტუგალიელებს. ეს შეიძლება ელემენტარულად იოლი ლუკმა გახდეს იმ შემთხვევაში, თუ პირველი 2 ეტაპი გავიარეთ. ამასობაში ლელო ატყვის აუტს, გადასარევათაც ატყვის, ჭყოიძემ მოიგო აუტი, შეკრეს მოლი და ტრადიციულად ლელო დაიძრა წინ, გადალახეს მოედნის ცენტრი. ხოიავა აკონტროლებს მოლის კუჩი ბურთს.
წინ მიიწევს კვლავ ლელო, კარგი მოლი დააყენეს, აქ მოწყდა უკვე კოპაძე ძალიან სწრაფია, მთელი ახალგაზრდული ნაკრებები უკანა ხაზში აქვს მას ნათამაშები, კაჭარავა სწრაფადვე გაიტანა ბურთი ხმალაძეზე, ხელდახელ უტევენ, ტალახაძეა ბურთით მთაზე, ყიასაშვილი შებოჭეს, იგი ლელო რჩება 5 მეტრი. კიდევ ერთხელ მოახერხეს თავისი უპირატესობის რეალიზება ლელოელებმა სიგანეში სწრაფად გადატანის გან ამჯერად მარჯვენა ფრთაზე აირჩიეს შეტევის ხაზი და მარჯვენა ფრთაზე ლომთაძე იყო ლომთაძემ გადააწოდა ბურთი და ცენტრისკენ გადავიდა ლელოვე აკონტროლებს ბურთს კაჭარავა მარჯვენა ფრთაზე გადააწოდა ბურთი ფეხით შეუცურა ხმალაძემ ჩათვლის მოედანში თავისიანებს მაგრამ მოხდა ის რომ 22 ჩათვლის მოედანში ანუ ლელოში დაამიწეს ლოკომოტიველებმა ბურთი და 22 მეტრიანი ზოლიდან განახლდება თამაში. კალანდაძე სწრაფად ცდილობდა ბურთის თამაშში შეყვანას, თუმცა არ მისცეს მას ლელოელებმა ამის საშუალება, შედეგად ბექა ციკლაური აკონტროლებს ბურთს და შორეული დარტყმით იგერიებს. დაინახა ხო ეს წარიელი ადგილი და მიაწვინა კიდევაც იქ ეს აბსოლუტურად გააზრებული დარტყმა იყო ამ სიტუაციაში იშვიათად რომ ამ გადაწყვეტილებას იღებდეს ვინმე მემხედველობაში 27-7 მაგ ანგარიში ერვალიშვილმა გადააწოდა ყიასაშვილს რომელმაც კიდეზე მოიგერია და ამ სწრაფი მოფიქრების სწრაფად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ბექა ციკლაურის მეტოქის ნახევარზე ეკნება ლოკომოტივს დერეფანი ბურთთან მიდის კვლავ ირაკლი კვანტიძე თამაშის დამთავრებამდე რჩება სულ უფრო და უფრო ცოტა დრო ალბათ სავარაუდოდ 15-18 წუთი ამას ყოველთვის საჯი განსაზღვროს სწორედ ამას ეკითხებიან ახლა ლელოელები მას მაგრამ ყველაფერი იმისკენ მიდის რომ 27-7 თითქმის გარანტიას აძლევს ლელოელებს მესამე ზედიზედ მოახერხონ და გახდნენ საქართველოს ჩემპიონები. მოგახსენეთ რომ 2000 კიდევ ერთხელ შეგახსენეთ უბრალოდ რომ 2014-15 წლის კვანტიძე ბურთთან. აგდო ბოლოკაცზე, კარგადაც მოიგეს, ბურთით ფოფხაძე იყო. სწრაფადვე გამოიტანეს ბერიშვილი, გაცდა 11 ოკეს, გააკეთა საკმაო უპირატესობა. ბერიშვილი ძალიან ბევრს მუშაობს, აშკარად გამორჩენილია. კარგი იყო დათუნა გველესიანი ამ გასვიანი უკაცრავად ამ ეპიზოდში. გიორგი შკინინი მარცხნივ გადააწოდა ბურთი ძნელაძეს. ძნელაძე დაიჭირა ლელომ და საკმაოდ ოჩაღათაც და უკანას დაახევინეს. ბიწაძე ბურთი. დავითაშვილი. მორკინალებს დაარტყმევინა ბიწაძეს ამჯერად, ისევ დავითაშვილი სწრაფად გაიტანა ხაზზე. როგორც კი უმატა თამაშის ტემპს და სწრაფად დაიწყეს ბურთის გატანა ლოკომოტიველებმა ეს თამაშსაც დაეწყო. მართალია ამ ეპიზოდში თუ არ დაკარგეს ბურთი. დაკარგეს. ყვავაჯობა რაკში თამაშისას ლელომ ლოკომოტივს. და ჭოიძე იყო ის მოთამაშე რომელმაც იყო ჩაღა, ჩაუჯდა ბურთს და არ მისცა მეტოქეს გამოტანის საშუალება. არიან მოთამაშეები, რომელთა თამაში შეიძლება ღია თამაში არც ისე ეფექტურად ჩანდეს, მე ახლა ჭოიძემ ყავს ხედველობაში, მაგრამ ისინი ძალიან ბევრ და დიდ შავ სამუშაოს ასრულებენ იმისათვის, რომ გუნდმა მოიპოვოს უპირატესობა. სწორედ ესეთი იყო ზუსტად ახლა გიორგი ჭოიძე, რომელმაც მოახერხა ეგრეთ წოდებული ტერმინს ვიხმარ, ჩაუჯდა ბურთს მოწინააღმდეგისას და ეს მაღალი კვალიფიკაციის მესამე ხაზელების ნიჭის ხარჯზე ხდება მხოლოდ და მხოლოდ. ჭოიძე ესე კლასიკური მესამე ხაზელის აღნაგობა მას ნამდვილად არ აქვს, გაბარიტებით დაბალიც არის უფრო თქვათ მეტრა 85-ზე, თუმცა ვიცით რივის თუ ავიღებთ ხედველობაში ლეგენდარულ რივის, ჭოიძეზე ერთი თავი დაბალი იყო, მაგრამ და ვიცით ის სტილის მორაგბები, რომლებიც სწორედ ესე მომცრო გაბარიტების არიან უფრო და სწორედ აი ამ ჩაჯდომაზე და რაკში თამაშს არიან ძლიერები ეგრეთ წოდებული მღლეტალები. მღლეტავები რა თქმა უნდა არსენ ამარაბდელი არ ყავს ახლა მხედველობაში ჩვენ მღლეტავებს როცა ვიძახეთ, მაგრამ სარაგბო ტერმინოლოგიით მღლეტავი იდეალური არის. ლომთაძე ბურთთან. მეტოქის ნახევარზე ლელო. აგდეს კოპაძე მოახერხა ბურთის მოპოვება, ხმალაძეა ახლა ბურთით დაარტყმევინა ცერცვაძეს, კარგადაც გაჭრა ცერცვაძემ ხაზი და კვლავ წინ მიიწევს, ძლივს მოახერხეს მისი შეჩერება, კაჭარავა იწევ ბურთთან. მოკლეფთაძე აგზელებს იერის, წინ გადაუვარდა ბურთი ლელოს. და ამას ავტომატურად მოყვება ლოკომოტიველთა შერკინებას, ლოკომოტიველთა სასარგებლოდ. მაგრამ საკუთარ 10 მეტრიან ზონაში ისევ კარგად თამაშობს ლელო აკონტროლებს ტერიტორიას.
წეღანდელ თემას დაუბრუნდები, ლუკა, შენთან ერთად გავაგრძელებ უბრალოდ იმ საუბარს, რომელზეც წეღან ლაპარაკობდით კლასიკურ მღლეტავებზე, კლასიკურ 7 ნომერზე, ანუ მესამე ხაზის მოთამაშეები მყავს ხედულობაში და უეცრად რაც აზრად მომივიდა რივი იყო ფენომენალური მოთამაშე 70-იანი 80-იანი წლების საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მსოფლიო დონის ვარსკვლავი, რომელიც მოედნიდან არ გამოდიოდა ის უსისხლოდ და გაუკაცრავად ეგეთი რამე მაგისთვის და ბრძოლაში იყო მთელი 80 ტაიმის 80 წუთის განმავლობაში ჩართული. სიმაღლეს რაც შეეხება შენს წეგან სიმაღლეზე, არაფრით მაღალი პირიქით დაბალიც კი იყო ამ შემთხვევაში გიორგი ჭყოიძეზე ვლაპარაკობდით, მაგრამ იმხელა ენერგიის პატრონი იყო და იმხელა სამუშაოს ასრულებდა მოედანზე, რომ ენით აუწერელი, ფენომენალური მოცემულ მომენტში ავსტრალიის ნაკრებს ხავს მსგავსი მოთამაშეები, ჰუპერი და პოკოკი, ორივე ერთი სტილის, რომლებიც მეტრა 80-ია, ორივე სიმაღლით, მაგრამ იმხელა სამუშაოს ასრულებენ მოედანზე, რომ შეუცვლელები არიან პრაქტიკულად ნაკრებისთვის. დავითაშვილი აკონტროლებს ბურთს, შეაგორა შეტკინებაში ლოკომოტივი, ბიწაძე მაიკაცა იქვე შებოჭა, იგი კაჭარავამ, კარგად ითამაშა კაჭარავამ დაცვაში თავიზე ბევრად ფიზიკურად უფრო ძლიერ მეტოქის შეჩერება მოახერხა დავითაშვილი. გადააწოდა შკინინმა პატარაძე გადაიკიდა, თავადვე თამაშობს ბურთზე, გრძელდება თამაში კერვალიშვილი. ერვალიშვილი ძალიან ყოჩაღად დაუხდა, ისე ვინ იქნებოდა ისე გივი. აქ უკვე არასათამაშო ეპიზოდია აშკარად, წირე შეხლა შემოხლა გივი ბერიშვილის ბოჭვის შემდეგ. გასაგებია, მაგრამ თუ ვინმეს გამორჩევა შეიძლება ეხლა უკვე იმისკენ მიდის, რომ დამარცხებული ლოკომოტივზე შეიძლება ვილაპარაკოთ, ყოველ შემთხვევაში დამარცხების პირას მყოფი ლოკომოტიველებზე გივი ბერიშვილზე შეიძლება ლაპარაკი და გივის ზევით ბოჭვა, კისერში ბოჭვა დაუფიქსირა საჯმა, რისთვისაც მოედნიდან გააძევა. საჯმაც გამოარჩია, ბოდიში მოუხადა გივიმ კერვალიშვილს ძალიან კარგი ჟესტი. არ უნდოდა მას, რა თქმა უნდა, ახლა უხეშა თამაში, ყველაზე მეტად მას წდება გული, რომ მოედნის დატოვება უწევს. თუმცა აი სათამაშო ეპიზოდი იყო, გამეორებით ხედავთ, კი, ნამდვილად მაღალი ბოჭვა იყო აქ. მოიხარა კერვალიშვილიც და უფრო გაბარიტებით დიდია გივი ბერიშვილი. კარში უთავს. და საჯმა ჩაიყო ჯიბეში ხელი, იქიდან რას ამოიღებდა გასაგებია, ჯიბეში ხელის ჩაყოფას ხოთ შორის კარგი ჩვევა, როდესაც რესტორნიდან გამოდიხარ, მაგრამ თამაში საჭირო იყოფს, ხელს მაშინ რა დითხრა რა. ყიასაშვილი. და დიდი ალბათობით ალბათ დაამრგვალებს ამჯერადაც ანგარიშს. $27 ლელოს სასარგებლოდ. ამას ნოსტრადამუსობა არ ჭირდებოდა ლუკა. 23 ქულიანი უპირატესობა. თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. სრულიად ლოგიკურია ანგარიში ეს ხვაობა თამაშის პერპეტივიდან გამომდინარე. ლელო მითამაშა თავის თამაში, ის რაც უნდა ეთამაშათ მათ, ხოლო ლოკომოტივმა კი მხოლოდ ეპიზოდურად მოახერხა იმის გაკეთება, რაც დავალებული ჰქონდათ მთავარი სპრინელისგან და თლიანობაში ვერ მოახვიეს თავის თამაში მეტოქეს. ვინც მოახვია სწორედ ის გახლავთ 37 წინ და თამაში გრძელდება. თამაშის დამთავრებამდე რჩება ალბათ სავარაუდოდ 8-9 წუთი, დაინიშნა შერკინება ლოკომოტიველთა სასარგებლოდ. ამასობაში უკანა ხაზში მოხდა ცვლილება ლელოს შემადგენლობაში, მოედანი დატოვა გიორგი კაჭარავამაც დატოვა მოედანი, ალექსანდრე მინდიაშვილი გამოვიდა 20 ნომრად. სწორედ კერვალიშვილი მოედანზეა, სწორედ ტრავმის მერე აგრძელებს თამაშს. მინდიაშვილი. ანუ წვრთნელმა მისცა ყველა შესაძლებლობა ფინალურ მატჩში მიიღოს მონაწილეობა, ეს ძალიან კარგია. როდესაც გაქვს მით უმეტეს ამის ფუფუნება, რომ მიცე შენ გუნდს ამის საშუალება, შენ თავს. მინდიაშვილი ძალიან იმედის მომცემი ახალგაზრდა 9 ნომერია, ყოჩებში თამაშობდა, ყოჩებით გაზრდილია, ასე ვთქვათ, ხულიგანაში კიდევ უფრო ადრე მანამდე. ახლა კი ლელოს შემადგენლობაშია, ძალიან აქტიურადაც ცდილობდა იქ დაცვას. უტევს ლოკომოტივი. დავითაშვილი მორკინალებს შეატევინა, იქვე დაარტყმევინა
შოთა მელიქიძეს. ნახე რა იყო ჩაღა ლოკომოტივმა 22 მეტრიანში შევიდნენ მარჯვენა ფრთაზე გაათამაშეს ბურთი მართალია პირველ ამღებს გაუვარდა ბურთი ხელიდან მაგრამ ბიწაძემ გააგრძელა შეტევა და ისევ ლოკომოტივი აკონტროლებს თამაშს ამასობაში ლელოელები დაჯარიმდნენ საჭმა ხელი გაიშვირა მათ სასარგებლოდ მაგრამ შეტევა გრძელდება მოგეხსენებათ ლოგიკურ დასრულებამდე რომ მისულიყო ეს შეტევა მსაჯი გააგრძელებდა შეტევას დაუბრუნა შეტევის უპირატესობა ლოკომოტივილებს რითაც მყისიერად ისარგებლა ლოკომოტივმა და წაიწია კიდევ რამოდენიმე მეტრი წინ ისინი აგრძელებენ შეტევას. დავითაშვილი კვლავ მორკინალებს დაარტყმევინა გასვიანია ბურთით. კარგად შეუტია მან 5 მეტრიან ზონაში მივიდა უკვე ისევ დავითაშვილი. კვლავ ლოკომოტივი უტევს თამაშს თამაში არ გაუჩერებია. 5 მეტრიან ზონაში ახლა უკვე უნდა აკონტროლოს ლოკომოტივმა ბურთი და შეეცადოს მოკლე დარტყმებით. უპირატესობის მოპოვებას და ლელოს დადებას ციკლაურიც კი მორკინალებთან იყო ახლა ამ ეპიზოდში. გაუგზავნა პაუზა ლოკომოტივს, მაგრამ უახერხეს ის რომ მოამზადეს ჯგუფური დარტყმა. პირველი დარტყმის მერე ბურთი ჩაიქცა, მაგრამ მათი უპირატესობა ისევ გრძელდება შეტევაში, მიუახლოვდნენ სულ რაღაც 1 მეტრში არიან ლელოსთან და რა მოხდა? და მოხდა ის რომ ლოკომოტივი კიდე აკონტროლებს ბურთს, ისინი არიან 9 მეტრში არიან ფაქტიურად უკვე და მოახერხეს ის რომ პრესტიჟის ლელო მეორე ლელო გაიტანეს. შოთა მელიქიძე ლელოს ავტორი ამ შემთხვევაში მთელი შერკინება მიმუშავა, გააკეთეს არაერთი დარტყმა და ახლობთ 10 ფაზიანი შეტევა იყო და საბოლოო ჯამში დასრულდა ლელოთი. მოქმედი პირები და შემსრულებლები იყვნენ ახლა ბეკოშვილი და დატო გასვიანი კადრში, რომლებმაც ძალიან კარგად ითამაშეს, რა თქმა უნდა ბეკა ციკლაურს არ გაჭირვებია აქედან ამ ლელოს რეალიზება და ანგარიში გახდა 30-14 დარჩება ლოკომოტივის დრო ვითომ იმისათვის რომ დაუბრუნოს ინტრიგა თამაშს. ნიშანდობლივია ის რომ 14 კაცით იყო ლოკომოტივი მოედანზე და მაინც მოახერხეს ლელოს დადებას. ეს ახლა გამახსენე ლუკაში. ვინ არ იყო მოედანზე? გივი ბერიშვილი, მათი საუკეთესო მოთამაშე დღევანდელ მატჩში და არა მარტო დღევანდელ მატჩში, ზოგადად ერთ-ერთი წამყვანი მორაგბე. მის გარეშე მოახერხეს მათ ლელოს დადება. რაც შეეხება სპონსორს, ეს არ გამოგჩენს თავარია. საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის ხარდაჭერისათვის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორია VTB ბანკი, სპონსორები არიან ლუცახარში ნატახტარი, კავკასუს ონლაინი, RMG Gold და საქართველოს რკინიგზა, ხოლო მედია პარტნიორია ტელეკომპანია TVS. აბა რა გეგონათ, უპატრონო კი არ ვიყავით. გრძელდება თამაში. გრძელდება თამაში. ლოკომოტივი აკონტროლებს ლელოს დადების მერე საკუთარ ნახევარზე ბურთს. კარგად დაუხდნენ ახლა აქ ლელოს ავტორს შოთა მელიქიძეს. ფაქტიურად მეტრი არ გადაადგმევინეს წინ. კარგია დღეს ლელო, ძალიან კარგია დაცვაში, ძალიან კარგი, იმაზე კარგი ვიდრე მთელი სეზონის განმავლობაში იყო. კიდევ ერთი დამადასტურებელი ამისა, დაჩი კოპაძის ძალიან კარგი ბოჭვა. ჯვარზე შეიყვანა დავითაშვილმა ციკლაური საკუთარ 22 მეტრიანი ზონიდან უტევს ლოკომოტივი, თუმცა ქოიავამ ამოაცალა აქ რაკიდან ბურთით თამაშის წესების დარღვევით. სწრაფად გაათამაშა დავითაშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ 14 არიან ლოკომოტიველები დარჩენილი მოედანზე, ისინი სხვა გზა აღარ დარჩენია და მოედნის ყოველი მონაკვეთიდან ცდილობენ ხელით გაათამაშონ ბურთი. ამ წუთისთვის მოახერხეს ის, რომ თავისი 22 მეტრიანი მოედნიდან გამოვიდნენ და 10 მეტრიან ცენტრის ხაზამდე მოახერხეს ბურთის ამოტანა და ისინივე აკონტროლებენ ბურთს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რომ ისინი მოედანზე 14 არიან. და კარგი იყო ბიწაძე წინა ეპიზოდში 2 მეტოქეს აცდა, აიცილა უბრალოდ წინ წაწია ბურთი, კვლავუტევენ ლოკომოტიველები, თავგანწირული შეტევა ქვია ამას, რასაც ისინი აკეთებენ, დაკარგეს ბურთი. ალექსანდრე მინდიაშვილი ბურთით სრულ მოძრაობა გაჭრა, ძალიან კარგად ხაზი. ბოჭვა გაუკეთეს მას საკუთარ 22 მეტრიან ზონაში ლოკომოტიველებმა, თუმცა ბურთს ლელო აკონტროლებს. ხმალაძე და დაჯარიმდნენ შეტევაში ლელოელებით ამ შემთხვევაში ძალიან მოწყდა მინდიაშვილი, უბრალოდ მისმა თანაგუნდელებმა ვერაუბეს მყარი მას შეტევაში. გეტყვით იმასაც, რომ ტელეკომპანია TVS მადლობას უხდის მაღალხარისხიანი ინტერნეტის პროვაიდერს საქართველოში კავკასუს ონლაინის ტექნიკური მხარდაჭერისთვის. ამასობაში ლოკომოტივმა ადგა და აუჩი გადაიტანა ბურთი, საიდანაც კიდევ ერთხელ შეეცდება გააგრძელოს შეტევა. ეს ყველაფერი მოხდება მოედნის ცენტრში ფაქტიურად, მაგრამ მაინც თავის მოედანზე. ბურთთან კვლავ ირაკლი კვანტიძე. ვიზე აღდებენ ბურთს ძალიან საინტერესოა. ფოფხაძე იყო რამოდენიმე ეპიზოდში კარგი იყო. ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი მომგები გივი ბერიშვილი მოგეხსენებათ, რომ
10 წუთიან სინბინში გახლავთ და იმიტომ დავსვი ეს კითხვა ზუსტად რიტორიკული კითხვა ვიზზე ააგდებენ ბურთს ამასობაში ბაჩი კოლელიშვილი ლელოელებმა გამოცვალეს და ფაქტიურად განაახლეს ფლიანი შერკინება. მაისურაძეც უკვე სათადარიგო და სკამზე შევნიჭა. სუხიშვილმა მოიგვა. წაიწია წინ ლოკომოტივმა. ცენტრში არიან. არა უშავდა ამ დარტყმას. სწრაფად თუ გამოიტანენ ბურთს, მოახერხეს და სწრაფად გამოიტანეს ბურთი და გიორგი შკინინმა სისწრაფე შემატა თავისი გუნდის შეტევას, მიუახლოვდნენ უკვე 10 მეტრიან ზოლს, გადააწოდეს მარცხნივ ბურთი. წიგინ კვლავ ლოკომოტიველები არიან. გითხრათ კიდევაც ლუკამ რომ ისინი ახერხებენ ეპიზოდებში თავიანთ თამაშს მოყვევას. ბიწაძე მოახერხა ის რომ 6-7 მეტრი ბრძოლა-ბრძოლით გაიარა. დავითაშვილი ბურთთან ამასობაში აგრძელებს ლოკომოტივი იერის. შკინინი გადააწოდა ციკლაურს, ძნელაძე ძალიან სწრაფია, კონტაქტი და წინ გადაუვარდა საბოლოო ჯამში ბურთი. ლელო აკონტროლებს საკუთარ 22 მეტრიან ზონაში მინდიაშვილი ბურთთან. გაუტანა ყიასაშვილს, რომელმაც ძლიერი დარტყმით მეტოქის ნახევრისკენ გადაიტანა ციკლაური ადგილზეა. ათამაშებს ერთმანეთზე შემოსულ კავთიძეს. ლოკომოტივის იერიში კვლავ. დავითაშვილი. ლელოს ავტორი შოთა მელიქიძე, კარგი მიძალება. და დაჯარიმდა ლელო. ესეთი გააფთრებული ლოკომოტივი რა ელოდებოდნენ რომ 14 კაცი უნდა დარჩენილიყვნენ მოედანზე? ან შეიძლება იმ ბევრით ჩამორჩენას ელოდებოდნენ. ნუ პირველი ტაიმით ამ მონდომებით რო ეთამაშა ტაბლოზე ეს ანგარიში ნამდვილად არ იქნებოდა დაფიქსირებული. ციკლაურმა გადაიტანა ბურთი კიდეზე. გვაქვს ჯარიმის დარტყმას ნამდვილად აზრი არ აქვს. თან გადაიტანა ძალიან კარგად 5 მეტრიანი დერეფანი ექნება ახლა შემტევი ლოკომოტივს. თუმცა ისიც აღსანიშნავია რომ ლელო გარკვეულწილად მოეშვა იმ ყველა უპირატესობა შექმნა ქულებში რომ გარკვეულწილად მიცა უკვე თავისუფლება რომ ეს როგორ გითხრათ საშუალება მიეცა მეტად ლოკომოტივს თავის თამაში ეთამაშათ. მადლობ ლუკა. გუნდის ყველა ლიდერი დააშვენა პრაქტიკულად ლევან მაისაშვილმა, გაიყვანა როგორც ზვიად მაისურაძე, ბაჩანა კოლელიშვილი, გაიყვანა კაპიტანი გიორგი კაჭარავა და გასაგებია რომ ლოკომოტივი უკეთ ათამაშდებოდა, როდესაც ლიდერების გარეშე დარჩა ლელო. ესეა თუ ისეა ლოკომოტივი არის 5 მეტრიან ზოლთან აუცში მოიგეს ბურთი კი ბიწაძე იყო. გადასარევი აუცში მოიგეს, შეკრეს მოლი თუ დაძრავენ ლელო გადასარევად ედგა წინ, მაგრამ ჯერჯერობით ბეჟიაშვილი იყო აჩქო ბურთით. დგას ბურთს ინარჩუნებს, ისევ ლოკომოტივია წინ, გადაინაცვლეს რამოდენიმე მეტრი, მიუახლოვდნენ ჩაფლის მოედან და ფაქტიურად აღარაფერი რჩება, მარცხენა ფრთაზე გამოვარდნილი ბურთი, გადასარევად წაიკითხა სიტუაცია. კალანდაძე და მოახერხა მესამე ლელოს გატანა ამ თამაში ლოკომოტივის სასარგებლოდ. რაც უდია რომ ცოტა დრო რჩება თამაშის დამთავრებამდე. ანგარიშია 30-19, ნუ გამოაჩინა ლოკომოტივმაც კლანჭებით მატჩის მიწურულს, თუმცა ძალიან ცოტა დრო რჩებათ იმისათვის რომ 2 ლელო დადონ, არადა მათ თამაშის მოსაგებად 2 ლელო ჭირდებათ, თუნდაც ეს გარდასახვა გაიტანონ. ციკლაურია ბურთთან. რამდენი ლელო დაიდო ლუკა თუ დაითვალე ამ თამაში? მერე დავით თამას და მოგვიანებით მოგახსენებთ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ როდესაც თამაში 50 ქულამდე კეთდება ერთი და მეორე მხრიდან, ეს თამაში ისედაც ფაქტია, რომ ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. ამას არც არავინ არ უარყოფს. და ფინალმა მოგცა იმის საშუალება, რომ ნამდვილად არ მოგვეწყინა ამაზე უკვე ამ წუთისთვის შეიძლება აბსოლუტურად დამაჯერებლად ლაპარაკი. ხელს თუ შეუშლი ბექა ციკლაურს, თუმცა სრულად არ ესმის ახლა ჩემი საუბრის შესახებ. 4 ლელო დადო, ლელო 2 დადო თოდვა, ერთი ბაჩანა კოლელიშვილმა. ციკლაურმა ამის გატანაც მოახერხა და ანგარიში გახდა 30-21 და დასრულდა ამით დღევანდელი მატჩი. ლელო არის საქართველოს ჩემპიონი 2014-15 წლების სეზონის. ღირსეული ბრძოლა გაუმართა მათ ლოკომოტივმა, ბოლო წუთამდე იბრძოლეს. მხოლოდ 9 ქული წააგეს, როდესაც ერთ მომენტში 23 ქულასაც კი აგებდნენ. თუმცა არ აღმოჩნდა მათი თამაშის მიწურულს გააქტიურება საკმარისი იმისათვის, რომ გადაერჩინა დღევანდელი მატჩი. მიულოცოთ ლელოს ეს მართლაც დამსახურებული და ღირსეული გამარჯვება და საქართველოს ჩემპიონობა.
ჰეტ-ტრიკი მოახერხეს ლელო სარასენსის კლუბმა და გაახერხეს ბოლო 3 წლის განმავლობაში სამივე ჩემპიონატი მოუგეს თქვენ ახლა კადრში ადევნებთ იმ ეპიზოდს თვალს როდესაც ლოკომოტიველებმა საბოლოო წერტილი დაუსვეს ამ მატჩს უпростоრად ამ მატჩის ანგარის საბოლოო წერტილი კარგა ხანი იყო ხნის წინ იყო დასმული და ახლა კი მოგვიწევს საზეიმო ცერემონიალისტის სამზადისის ჩატარება წინა ორი ფინალი ლეო მოუგო არმიას, ხოლო წლევანდელი ფინალი ლოკომოტივს. ნუ ნამდვილად თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების საუკეთესო კლუბი სწორედ ლელო სარასენსია. და სხვათა შორის ნაკრებსაც ამარაგებს ძალიან კარგი მორაგბეებით, განსაკუთრებით უკანახაძელებით. ლევან ჩილაჩავაჩანს მოედანზე. გეტყვით იმასაც რომ მესამე შეხვდა ეს ორი კლუბი ერთმანეთს ფინალურ მატჩში 2008-ში და 2010 წლებში ლოკომოტიველებმა შეძლეს მეტოქის დამარცხება და მაშინ ისინი გაჩემპიონდნენ რაც შეეხება ამჯერად ტრადიცია დაირღვა და მესამე ლელო სარასენსის გამარჯვებით დამთავრდა ჩემპიონატი აბსოლუტურად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს ლელოელებმა გაგახსენებთ იმასაც რომ ისინი რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე იყვნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ ფინალში გასულიყვნენ აბსოლუტურად ღირსეულად და ღირსეულივე თამაშისთვე უპასუხეს დღევანდელ ფინალურ მატჩს რასაც მოყვა მათი გამარჯვება 2014-15 წლების გამარჯვებული ქალბატონებო თბილისის ლელო სარასენსი უოცავენ მორაგბეები ერთმანეთს ლოკომოტივმა ძალიან კარგი ტრადიციაა დერეფანი დაუყენა გამარჯვებულ კლუბს შემდეგ ლელომა დერეფანში გაატარა მოწინააღმდეგეები და ახლა უკვე იზეიმებენ ამ გამარჯვებას და მიიღებენ თასს პირველი მფლობელებიც ამ ახალი თასის სწორედ ლელოელები არიან ისევე როგორც ბოლო მფლობელები ბზის თასის რა თქმა უნდა ამ სიხარულს უერთდებით ჩვენს რაც უნდა ლაპარაკი. გახარებული გულშემატკივარი, გახარებული ახალგაზრდა ლელოელებიც შემოვიდნენ. სანდროკოიავასთან ერთად. თქვენს ეკრანებზე. გულშემატკივრობდა. ამით სრულდება წლევანდელი ჩემპიონატი 2014-15 წლის ჩემპიონატი დაველოდებით სექტემბერს, როდესაც დაიწყება 2015-16 წლის ჩემპიონატი. მანამდე კი რა გველის, მანამდე ძალიან ბევრი სარაგბო მოვლენები გველის 12-დან როგორც გითხარით 20 წლიანთან ნაკრები ჩაერთვება მსოფლიო ალაფის გათამაშებაში პორტუგალიაში კიდევ ერთხელ გეტყვით რომ პირველი თამაში უნდა გაიმართოს 12 მაისს და მეტოქე გვეყოლება ურუგვაის ნაკრები შემდეგ უკვე ეროვნულ ნაკრებზე მოგვიწევს მთლიანად აქცენტის გადატანა სექტემბერში რაც იწყება ყველამ გადასარევად იცით სექტემბრის ბოლოს მაგრამ ვინც არის მათაც გეტყვით მსოფლიო ჩემპიონატი სადაც ჩვენი გუნდი უკვე მერამდენით არის მეოთხედ არის ზედიზედ გასული ამჯერად ვართ ლელო სარასენსის მოთამაშე სანდრო კოიავასთან ერთად, რომელსაც პირველ რიგში მივულოცავ ამ წარმატებას, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგეთ თქვენს ტრადიციულ მეტოქესთან. თქვენ როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე შეძელით გამარჯვება, რა იყო თქვენი მთავარი პლუსი და თქვენი მთავარი, ასე ვთქვათ, პოზიტივი და თქვენი მხარეები რო წარმოაჩინეთ? დიდი მადლობა მოლოცისთვის, ულოცავ ჩვენს მაყურებლებს, ჩვენს დიდ ოჯახს ლელოს. ყველას დიდი მადლობა მინდა მოუხადო პირველ რიგში ლოკომოტივის ღირსეული თამაშისთვის და ჩვენი პოზიტივი რაც იყო ამ თამაშზე ჩვენ ვთამაშობთ ალბათ ყველაზე სწრაფ თამაშს ლელო სხვანაირად შეკვული გუნდი ვართ არ შეურაცხყოფას არ ვაყენებ არავის ლოკომოტივის ტრადიციული გუნდია დიდი ისტორია ახლოსთან და ჩვენ მაინც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები ვართ და ალბათ დიდი გარდატეხა მან შეიტანა დღევანდელ თამაშში მესამეჯერ გავხდით დღეს მოქმედი ქვეყნის ჩემპიონები ხომ არ იმოქმედა იმანაც რომ ლოკომოტივს გარკვეული პრობლემები ჰქონდა თავდასხმის ხაზი. ეს ლოკომოტივის გადასაწყვეტია, ჩვენი უპირატესობა გამოვიყენეთ, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ და თამაში მოვიგეთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას.
ძალიან დიდი მადლობა სანდრო. ასევე ჩემს გვერდით იმყოფება ლოკომოტივის კაპიტანი ბექა ციკლაური, რომელიც ბუნებრივია მატჩის შემდგომ შეფასებას გააკეთებს. ბექა სამწუხაროა დამარცხდით, თუმცა ძალიან საინტერესო თამაში შემოგთავაზეთ ბუნებრივია. აი ზუსტად გადმოვალ იმ კითხვით, რომ გარკვეულწილად ალბათ საკადრო პრობლემებმაც განაპირობა ამ შემთხვევაში თქვენი დამარცხება. რას მიაწერდით? ყოველ შემთხვევაში პირველ ტაიმში საკმაოდ ისეთი დიდი განსხვავება იყო. პირველ რიგში მიულოცავ ლელოს გამარჯვებას. ნამდვილად ვფიქრობ, რომ დღეს ლელო ჩვენთან შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა და ამიდან გამომდინარე გაიმარჯვეს კიდეც. რაც შეეხება დანაკლის, კი, გარკვეულწილად ამან თავისი როლი ითამაშა, მაგრამ ვფიქრობ ჩვენ მეტი შეგვეძლო. რას ვიზავთ? რაგბია, ხან წააგებ, ხარ მოიგებ. ამ შემთხვევაში დაუმარცხდით. წელს აღარაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ ვიმუშაოთ მომავალ წლისთვის და უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ. ძალიან დიდი მადლობა ბექა. როგორც ნახეთ, მატჩის შემდგომ შეფასებები გააკეთეს მორაგბეებმა. ძალიან საინტერესო ფინალი ვიხილეთ, ძალიან დაძაბული, მიუხედავად რაღაც პირველ ტაიმში არსებული გარკვეული დაუპირატესობისა ლელოსი, მაინც საინტერესო გამოდგა მეორე ნახევარი, წარმატებებს გისურვებთ ყველა რაგბის გულშემატკივარს და ასევე ტელეკომპანია TV სპორტის სახელით მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს არის ჩვენი პირველი პირდაპირი ტრანსლაცია და ამით საფუძველი ჩაეყრება კიდევ ძალიან ბევრ პირდაპირ რეპორტაჟს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენებიდან. გასრულდა ფინალი, ვიხილეთ ინტერვიუ ორივე გუნდის წარმომადგენლებთან, ლოკომოტივის კაპიტან ბექა ციკლაურთან და იზეიმა უკვე თასი აღმართა ლელომ, როგორც ხედავთ. Ქოს ეკრანებზე ახლა სწორედ ლელოს მორაგბეები არიან. კიდევ ერთხელ მიულოცოთ მათ ეს გამარჯვება ზედიზედ მესამე, რაც უდაოდ ძალიან კარგი შედეგია ნებისმიერი სარაგბო კლუბისათვის. ჩვენ კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე თქვენთვის დღევანდელ მატჩს უძღვებოდნენ ლუკა ჭორჭულა და ნიაზ მამრიშვილი.